მოგესალმებით მეგობრებო. ეთერშია ცოდნის არქეოლოგია, მე მისი წამყვანი ირაკლი მეფარიშვილი დღეს გავაშვით გიორგი ახაკაციშვილს. და ჩვენ გვაქვს ძალიან საინტერესო თემა. იმიტომ რომ შევაჩერეთ ჩვენი დისკუსია cliffhangers. ხო, ეს იყო WhatsApp მეფის. უკანასკნელი ბრძოლა კარისის ველზე, სადაც მან ვერ გაუძლო ცდუნებას რომ ომში არ ჩაბმულიყო და სამწუხაროდ საბედისწერო აღმოჩნდა მისთვის გამარჯვება ვერ ვიზეიმეთ და გამეფდა მამის ღირსეული შვილი მე მგონი უფრო მეტად ტრაგიკული ბედით სიმონ მეფე რაღაცა ძალიან უცნაური პერიოდია ეს აი კონტრასტების პერიოდია იმიტომ რომ შუაში სადღაცა კი არის ლევან კახთა მეფე მაგრამ აი ანტიგმირები ვინებიც არიან ის ანტიგმირები არიან უკიდურესად ანტიგმირები რა თქმა უნდა ანუ ესენი არ არიან ვითომ ცუდი ადამიანები ანუ შეიძლება რაღაცა იმასაც კარგი გქონდეს უფრო კომიქსის დონეზე ანტიგმირები არიან აი ამ საინტერესო ისტორიას გავესწრებით ჩვენ მაშას 56 წელი სიმონი ავიდა ტახტზე. მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. დიდი მადლობა, რომ კიდევ ერთხელ მაქვს პატივი გადაცემაში მოვიდე და ვისაუბრო ისეთ დიდ პიროვნებაზე, როგორიც არის სიმონ პირველი დიდი, რომელსაც თურქებმა უწოდეს დელი სიმონი, რომელიც ნიშნავს გიჟს, თავზე ხელაღებულს, ეს გამოწეული იყო სწორედ აი ადამიანის პოლიტიკიდან და მისი სამხედრო რაღაც დაუმორჩილებელი მებრძოლის სულისკვეთებიდან, რომელიც მას ჩვენს დიდ მეფეს გააჩნდა. მე წინა გადაცემაშიც ვახსენე და ახლაც ვიტყვი, რომ მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურად 1490 წლიდან ეს ჩვენი ქვეყანა იყო დაშლილი სამეფო სამთავროებად, მაინც ქართლი იყო გული აი სახელმწიფოსი და სხვა მეფე მთავრები უსათუოდ უყურებდნენ აბა რას გადაწყვეტდა ქართლის სამეფო. რაც შეეხება თვითონ სიმონს, მე მინდა ორიოდე სიტყვით კიდევ ერთხელ აღვნიშნო მისი მშობლები, ლუარსაბ პირველი და თამარი, რომელიც იყო იმერეთის დიდი მეფის ბაგრატ მესამის ასული, რომელთა ქორწინებაც მოხდა 1525 წელს და 1527 წელს ქორწინებიდან 2 წელიწადში ბატონიშვილი ლუარსაბი უკვე ჩვენ გვევლინება ქართლის ტახტზე. აი იმ პერიოდიდან მოყოლებული ქართლი და იმერეთი აქტიურად იყვნენ ჩაბმული არა მარტო ამ ორი თავიანთი სამეფოს გადასარჩენად, არამედ ისინი იბრძოდნენ მთელი ქვეყნის გადასარჩენად, მიუხედავად ამ პერიოდში კახეთის უფრო მეტად დიპლომატიური და მერკანტილური გარკვეული დიპლომატიური საკითხებით თავის დაღწევისა რიგ გარკვეულ პრობლემებთან დაკავშირებით. მე ვგულისხმობ იმას, რომ ძირითადად სამხედრო ქმედებები უწევდათ ქართლი და იმერეთი. ნუ სამცხე თავისთავად, ოღონდ სამცხე ამ შემთხვევაში იყო პირიქით. სხვა მხარეს იდგა. ეს საბოლოოდ ჩაეხსნა თითქმის აი ამ პროცესებში. და აი მიაღწიეს ჯაყელება იმ სეპარატისტულ რაღაც მიზნებს, რაც თავიდანვე და თავის დაკარგეს. რა თქმა უნდა, ეს ჩვენ ვახსენეთ კიდეც, რომ გაურება სჭირდათ ხოლმე, იმიტომ რომ როდესაც ეს ოსმალეთი შემოვიდა, ჩვენ ვახსენეთ წინა გადაცემაში, ეს არის 1545 წელი, აი სოხოისტას ბრძოლა, სადაც თქვით კიდეც, რომ იქ აი ტერიტორიას როცა ოსმალები დაეპატრონენ, უცბად ეს ქაიხოსრო ჯაყელი, რატომღაც მერე ცვლის თავის პოლიტიკას. არც სიმონ პირველის ეპოქას არ აკლდა მსგავსი ადამიანები, აი მაგალითად ჩვენ გვექნება კახაბერ ყორღანაშვილის რაღაც საშინელ საქციელთან დაკავშირებით, ხო, ეს შეიძლება ითქვას, რომ იმ პერიოდში, როცა მეფე სიმონს უკვე ზედიზედ საოცარი გამარჯვებები აქვს მოპოვებული ციხედითთან, იქ სამადლოსთან, იქ დიღომთან და ეს მთელი რიგი გამარჯვებები ხდება. ერთი იმის თქმა მინდა, რომ 1527 წელს თბილისში დაიბადა სიმონი ლუარსაბისა და თამარის ოჯახში. სიმონი არ იყო ლუარსაბის და თამარის ერთადერთი შვილი, მას ჰყავდა ძმა, რომ ესე რომ ჩვენი ქვეყნის შავი ლაქა ეს არის მეორე კომიქსის დონის საშინელი ადამიანი, თუმცა სამედიცინო განათლებით ძალიან ძლიერი პიროვნება, ხო? ნუ ეხლა ერთი დადებითი თვისება რაც ჰქონდა, ისიც უნდა აღვნიშნოთ, რატომღაც ამ კუთხით კი, თუმცა ეს ნამდვილად ვერ გადაწონის იმ საშინელ ქმედებებს, რომლებიც მან ჩაიდინა აი ქვეყნის წინაშე, ხო? ესე იგი, ამ ლუარსაბს და თამარს ორი შვილი ყავდათ, ერთი საოცრად პატრიოტი აი ამ საკუთარი ქვეყნის, არა მარტო ქართლის, არამედ ვიმეორებ მთელი საქართველოსი.
იმიტომ რომ ჩვენ შევეხებით იმ საკითხს, როცა დასავლეთ საქართველოში სერიოზული ბრძოლა მიმდინარეობდა ტახტისთვის, იქ გურიელი, იქ ოდიშის მთავრები და ეს ძალიან იყვნენ დაპირისპირებულები ერთმანეთთან, აი სწორედ სვიმონი იყო ერთ-ერთი, რომელმაც გაიაზრა ის ფაქტი, რომ ეხლა იმის დრო არ იყო და თუ თქვენ ვერ რიგდებით, მაშინ მე შევეცდები, რომ დავალაგო სიტუაცია. ნუ სამწუხაროდ არ გამოუვიდა, მაგრამ ფაქტია, რომ ცდილობა ჰქონდა და ეს სვიმონის კიდევ ერთ დიდ მიზნებზე გვიყვება რა, რასაც სამწუხაროდ ოფშკვითთან არ გამოუვიდა. არ გამოუვიდა, ეს თავისთავად და კი, აი ოფშკვითის და გოფანთოს ბრძოლები, რომლებიც მოხდა სწორედ ამ დასავლეთ საქართველოს საკითხებთან, მანდაც აუცილებლად დეტალურად განვიხილავთ რა იყო და როგორ იყო. უმთავრესად მე მინდა ვთქვა, რომ აი სვიმონი თვითონ ძალიან ჰყავდა მამამისს, იმიტომ რომ უფრო მეტადაც იქ იმდენად იყო ლიდერი და იმდენად უყვარდა ეს საკუთარი სამშობლო, თან ჩაიბარო მემკვიდრეობა, ისეთი მამის მემკვიდრეობა, როგორიც იყო ლუარსაბ პირველი, ეს არის საკმაოდ რთული. დაიწყო ლუარსაბ პირველმა ქვეყნის ანტიოსმალურ და ანტისპარსული მოძრაობა და გადაიბარა სვიმონმა. აი სულ ვადარებს, სულ პარალელებს ვავლებ ხოლმე ამ სხვა ისტორიულ ფიგურებთან დაკავშირებით, ხო, როგორი რთული იყო წარმომიდგენია დემეტრე პირველისთვის, როდესაც დავით აღმაშენებლის მემკვიდრეობა გადაიბარა. იმიტომ რომ ისტორიის წინაშე ისტორია სამართლებს ძალიან მკაცრად და ისტორიაში უნდა დარჩე როგორც ლიდერი, როგორც ადამიანი, რომელმაც ჩაიბარა ძლიერი სახელმწიფო, ამათ შემთხვევაში პირიქით იყო. ამათ შემთხვევაში იბარებს სახელმწიფოს, რომლის გადარჩენისთვისაც იბრძოდა წინამორბედი და იგივე გადარჩენისთვის უნდა იბრძოლოს თვითონ. აი ბაგრატ მეხუთის და გიორგი მეშვიდის შემთხვევაში მაგალითად, ხო? ვერც ბაგრატ მეხუთემ და ვერც ლუარსაბ პირველმა თავიანთ მემკვიდრეებს ვერ დაუტოვეს ისეთი სახელმწიფო, როგორიც მაგალითად დავით აღმაშენებელმა დემეტრე პირველს. მაგრამ ამათ შემთხვევაში იყო ურთულესი ამოცანა, როგორც დემეტრეში, მაგრამ ამათთან უფრო ცოტა განსხვავებული, იმიტომ რომ ქვეყანაში უკვე როცა სვიმონი მოდის 1556 წელს, აი ჩვენ გარისი ვახსენეთ, ეს არის ტრაგედია, ნუ გამარჯვება, მაგრამ აი სევდანარევი სიხარულის დღე შეიძლება დავარქვათ ამასაც, იმიტომ რომ 1556 წელს, როდესაც ეს შახვერდი სულტანი გამოგზავნა სულტანი ეს უბრალოდ განმარტოთ, აი მაყურებლისთვისაც, რომ სეფიანთა სპარსეთში სულტნად ხანდახან მოიხსენიებდნენ ხოლმე და ძირითად შემთხვევაში მხედართ მთავრებს. ერთ-ერთ შემთხვევაში სხვათა შორის აი 1523-1525 წლებში სულეიმან პირველის პირველი დიდი ომი რომ მიდიოდა ამ ირანთან, ხო, გაბედა კიდეც და ოსმალეთის იმპერიის დიდმა ვეზირმა იბრაჰიმ ფაშამაც კი ერთხელ თავისი თავი მოიხსენია სერასკერ სულტანი და ერთ-ერთი მისი დაღუპვის შემდგომ მისი სულტნის მხრიდან მოკლის მიზეზი სწორედ ეს გახდა. ასე რომ სულტანი იქ სეფიანთა სპარსეთის კარზე მხედართ მთავარსაც აღნიშნავდა. ასე რომ ეს ტერმინი შახვერდი სულტანი ეს გამოგზავნილი იყო შაჰ-თამაზის მიერ, რომ აი დაესაჯა ის ქართველები, რომლებიც ასე ავიწროვებდნენ ყიზილბაშებს კავკასიის ტერიტორიაზე და ბრძოლაში რა თქმა უნდა მხედართ მთავარი იყო სვიმონი, მაშინ ის ჯერ კიდე ბატონიშვილი იყო, თუმცა შეიძლება ითქვას, რომ მეფობასაც ითავსებდა, ლუარსაბი ამ დროს უკვე ასაკშია და ჩვენ თქვით კიდეც, რომ ლუარსაბი პატრიარქი და სხვა ის ასაკოვანი თავად აზნაურები შემაღლებული ადგილიდან უყურებდნენ გარისში მიმდინარე მოვლენებს და სვიმონმა იდეალური შეტევა განახორციელა. მე ვიტყვი რომ გარისი ქართველების ბრწყინვალე გამარჯვება, თუმცა აი როგორც ვახსენეთ, ამ გამარჯვებას ესეთი საზეიმო ვითარება ნამდვილად არ იყო, იმიტომ რომ უკან დახევის დროს ყიზილბაშებს რატომღაც ამ ლუარსაბს, რომელიც მთელი ცხოვრება მებრძოლი მეფეა, მე მისიც მესმის, იმიტომ რომ მთელი ცხოვრება ადამიანი იბძვის, მთელი ცხოვრება ადამიანს აქვს ის თვისება, რომ მტერი უნდა განდევნოს და ესე გაჩერებული არ იყოს და უცბად იქ მომენტი ჩაუვარდა ხელში და იფიქრა, რომ ასაკში კი ვარ, მაგრამ ნუ ეხა გაქცევ ყიზილბაშებს რაღაცას მოუხერხებ და სამწუხაროდ ის მახე, რომელიც აი იქ დაუგეს, აღმოჩნდა ლუარსაბ პირველისთვის ტრაგიკული და მისი აი ეს სიტყვები, რომ ჩემს გლოვას დაიხსენით და ქვეყანას მიხედეთ, ეს სვიმონ პირველის პირდაპირ მნიშვნელობით მთელი რიგი შემდეგი პოლიტიკური ცხოვრების თანდევი სიტყვები უნდა ყოფილიყო.
გრძელი იყო, იმიტომ რომ სვიმონმა ფაქტობრივად უდიდესი მისია გადაიბარა მამის არ უნდა გაწმინდოს აღმოსავლეთ საქართველოს ყიზილბაშებისგან და ამავდროულად უნდა მიხედოს იმ ოსმალურ აგრესიას, რომელიც ჩვენ ქვეყანაში ხდება და მე ერთსაც ვიტყვი, აი ქართველები ამ პერიოდში განსაკუთრებით ეხლა ჩვენს წინააღმდეგ რატომ მოხდა ეს ლაშქრობა 56 წლის, ხო, აქაც ვიტყვით აუცილებლად. კატეგორიულად არ ვაღიარეთ 1555 წლის, ზოგი რიცხვით 29 მაისი, მაგრამ ცოტა შემდეგ პროფესორმა მიხეილ სვანიძემ დაადგინა, რომ 1 ივნისს მოხდა ამ საზავო ხელშეკრულების კონკრეტულად ხელის მოწერა და ამ ელჩების შეხვედრა. არ ვაღიარეთ ის ამასიის საზავო ხელშეკრულება, რომელიც იყო ფორმალურად ქვეყნის გადანაწილება. ან ჯერ კიდევ დაუპყრობელი ქვეყანა უნდა გაენაწილებინათ. დაუპყრობელი მკუთხით ეხლა რაღაცა სამცხე ქონდა უკვე მაგალითად ოსმალეთის იმპერიას, ხო, ის მისი იყო. თუმცა მე ვგულისხმობ კახეთი, აღმოსავლეთ საქართველოს ქართლი მაგალითად, ხო, დასავლეთ საქართველოს იქ სამთავროები და ასე რომ ამასიის საზავო ხელშეკრულებაზე უარყოფა ირანის მხრიდან აი გაცილებით უფრო მტკივნეული აღმოჩნდა შემდეგ ჩვენთვის და იმიტომ მოხდა ეს გარისის ბრძოლა და გავიხედეთ ავიდა ტახტზე სვიმონი, რომელმაც მიზნად დაისახა, რომ ქვეყანა უნდა გაათავისუფლოს. უმთავრესად სვიმონის ტახტზე ასვლიდან აი პირველი მიზანი რაც იყო, ეს იყო თბილისში ყიზილბაშური გარნიზონები რო იდგნენ, აი სწორედ იმ ყიზილბაშური გარნიზონებისგან უნდა თავის დაღწევა. ამ დროს საქართველოში საკმაოდ ბევრი მოღალატეა, აი თავადაზნაურებში, რომლებიც ამ შაჰთან თანამშრომლობენ. მოგეხსენებათ, რომ იმ დროს თავადაზნაურების ოჯახის წევრები, განსაკუთრებით ქალბატონები, დიპლომატიური ქორწინებებით იყვნენ გათხოვილი ირანში და შაჰ თამაზის კარზე სხვათა შორის იყვნენ ეს ქართველი ქალები. ამაზე ცალკე სტატია აქვს პროფესორ მიხეილ სვანიძეს გამოქვეყნებული დიდ თურქოლოგს, რომელმაც დეტალურად აღწერა, როგორ მოღვაწეობდნენ, რომელი საგვარეულოს ქალები იყვნენ, ხო? ამილახრები იყვნენ მაგალითად სამცხიდან ჯაყელები, ჯერ კიდე ყვარყვარე ჯაყელმა დაიწყო იქ ეგრეთ წოდებული თავისი ნათესავებისა და თავადაზნაურების დების და შვილების გათხოვება ამ ირანის ტერიტორიაზე და ეხლა ეს ტრადიცია შემდეგში აქტიურად გრძელდებოდა. და აი როდესაც სვიმონ პირველი მოვიდა ხელისუფლების სათავეში, მისი უმთავრესი მისია იყო თბილისის გათავისუფლება და ყველაზე ცნობილი ფაქტი აი რომელიც არის, ეს არის ციხე-დიდი მახსენდება 1561 წელი, როდესაც სვიმონ პირველმა ციხე-დიდთან ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა ამ სპარსელებზე. თუ აქთან ის უნდა აღვნიშნოთ, ну რაღაცა პერიოდში შეიძლება მის წარმატებათაც ჩაითვალოს დასაწყისი, ოღონდ ეხლა იქ დასასრული საკმაოდ ტრაგიკული აღმოჩნდა. საბოლოო ჯამში წავაგეთ ეს დაპირისპირება. ხო, ზედამხედველმა რაღაცა შეცდომა დაუშვა, რაღაცა ზიარების დროს გავიდა, ხო? დიახ, ეს პრობლემა იყო, იმიტომ რომ ეხლა თან რა ხდება? პოსტი მიატოვა ზიარების გამო. ზუსტად, იმიტომ რომ 6 აპრილი იყო, 6 აპრილი იყო და იყო კვირა, იყო აღდგომა და ზუსტად აი ამ აღდგომის პერიოდში იქ ეგრეთ წოდებული იმ იმაზე იყო, ლოცვაზე, ზიარებაზე იყო ასული და მიატოვა ეს სადაზვერვო მოწინავე ეგრეთ წოდებული პოსტი და ზუსტად ეს გამოიყენეს ამ ყიზილბაშებმა 1561 წლის ციხე-დიდის აი ეს ტრაგედია. თავიდან კი სვიმონი წარმატებით იბრძვის, ის კი არა, ამ ციხე-დიდის ბრძოლაში საერთოდ იმას თავისი ლევან კახთა მეფის შვილი, უფლისული გიორგი, კახელებიც კი იყვნენ აქ სვიმონთან შემოკრებილი და ისე მოხდა, რომ ამ ბრძოლაში დაიღუპა გიორგი ლევან კახეთის მეფის შვილი, გიორგი დაიღუპა, სხვათა შორის მისი შვილი იყო სვიმონის მეუღლე, ნესტან დარეჯანი იყო სვიმონის მეუღლე, ხო, დედოფალი ნესტან დარეჯანი. ხო, ეს უნდა ვახსენოთ, რომ სვიმონი დაუნათესავდა კახეთის დინასტიას. დიახ, აუცილებლად. ნუ ეს ნათესავები იყვნენ თავის დროზე. როგორ თავის დროზე მამამისი მაგალითად იმერეთის ბაგრატიონებს, ხო, აი ბაგრატ მესამეს ამანაც იგივე გააკეთა, ოღონდ აქ უკვე კახეთის მხრიდან, რატომღაც სვიმონმა უფრო მეტი აქცენტი აღმოსავლეთზე გააკეთა, რომ იქნებ ეს კახეთიც აი რომელიც ლევანის პერიოდში არ იღებდა მონაწილეობას დიდად ამ ანტიოსმალურ და ანტისპარსულ ქმედებებში, აი აქ უკვე სვიმონ პირველის პერიოდში ეს უფლისული გიორგი ჩამოდ ბატონიშვილი ესე ვახსენოთ რა კი ქართული ჩვენ გვაქვს ეს ტერმინი ბატონიშვილი გიორგი იღებს მონაწილეობას და როცა დაბანაკდა ესე 6 აპრილს აი კვირა დღეს აღდგომის დღეს ხო რატომღაც გადაწყვიტა რომ ყიზილბაშები არ დაესხმებოდნენ თავს პირიქით მუსლიმურ სამყაროში არსებობს მსგავსი ძალიან ბევრი პრეცედენტი მაგალითად ზუსტად აღდგომის პერიოდი იყო ქრისტიანობაში ქიფურის ომიც ხო მაღაზე არის ახლა ესეთ რაღაცებს აი მუხანათობას არასოდეს არ თაკილობდნენ კი არა მით უმეტეს რომ ის არ არის მათი რელიგია ამას პირიქით იყენებენ როგორც სამხედრო სისუსტე ჩვენი მაგალითად რომ ისინი
იმდენად მორწმუნეები არიან, რომ ეს შეიძლება ჩვენ გავბედოთ. აი, მაგალითად გაგახსენებთ კონსტანტინოპოლის აღება. კონსტანტინოპოლზე შეტევა რომელ პერიოდში დაიწყო მეჰმედ მეორე? ზუსტად აღდგომის დღე იყო, ხო? აპრილში ზუსტად ყველაზე წმინდა პერიოდი, რომელიც იყო ქრისტიანებისთვის, ზუსტად იმ დროს მივიდა კონსტანტინოპოლის კედლებთან. ხო, ასე რომ ისლამურ სამყაროში ბევრი მოიძებნება ასეთი ფაქტი, რომ ის მათ ისარგებლეს გარკვეულწილად ამ ქრისტიანების თითქოს რაღაცა დღესასწაულით და ნუ ხა თან რომელი დღესასწაული აღდგომა, რომელიც არის ქრისტიანობაში ყველაზე მე როგორც ვიცი, დღესასწაულად მხოლოდ ეს იწოდება. დანარჩენები უბრალოდ არის წმინდანების ხსენების დღეები და სხვა და სხვა. იმიტომ რომ აღდგომა ქრისტიანობაში ყველაზე დიდი დღესასწაულია და ეს გამოიყენეს ზუსტად ამ ყიზილბაშებმა, რომ როგორც კივე მხედართმთავარი ავიდა მოწინავე რაზმების იქ საზიარებაზე და იქ დაესწრო წირვალოცვას, აი იქ მოხდა უკვე მოულოდნელი თავდასხმა აი ამ ყიზილბაშების და ციხედიდის ეს ბრძოლა სვიმონის დამარცხებით დასრულდა. თუმცა ეს იმას არ ნიშნავდა, რომ სვიმონი მიატოვებდა ამ რაღაცა თავის გეგმას, რომ ეს ყიზილბაშები გაეყარა და შემდეგ უკვე აი ამ ყიზილბაშებმა ძალიან დიდი იმედები დაამყარეს მის ძმაზე. აი სწორედ დავით მე-11-ზე, იმიტომ რომ ამ დავით მე-11-ს ჯერ ერთი ეს კარგად იცნობდა ამ ისლამს და ბოლოს და ბოლოს გაზდილიც იყო იქ და რაღაცა ელემენტარული ისლამთან ახლოს იყო ძალიან და მას არ გასჭირვებია ოღონდ ხელისუფლების სათავეში მოსულიყო, ხო, რომ აი ზურგს უმაგრებდა ეს შახი, მისთვის ეს ჩვეულებრივი ამბავი იყო ისლამის მიღება და შემდეგ გამახმადიანებული ბაგრატიონის დასმა. ისე აქვე მინდა ეს გავაკეთო კომენტარი შენს მიერ გაკეთებულ განსხვავებაზე, რომ ლუარსაბი ირჩევდა მოკავშირედ იმერეთის სამეფოს და სიმონმა ირჩია კახეთის სამეფო. ნუ საბოლოო ჯამში ამას არ გადაუწყვეტია პროცესები. მაგრამ ამ არჩევანში მე უფრო მეტ ლოგიკას ვხედავ. იმიტომ რომ იმერეთის სამეფოში ძალიან რთული პოლიტიკური ვითარება არის, ანუ იქ მარტო იმერეთის მეფე კი არ არის, მეფე მთავრები, ანუ სამეგრელოს გურიის, ანუ გურიელები, დადიანები, რომლებიც იყვნენ მთავარი მტრები თავიანთი, ბაგრატ მესამის ყველაზე დიდი მტრები თვითონ შიგნით ყავდა. დიახ, ისინი იქ იმერეთის სამეფოს უფრო ვერ აკონტროლებენ და ეს თქვეთა სყიდვაც მთელი ეს პროცესი ამაზე ჩვენ ცალკე გვიმინდა რომ გქონდეს გადაცემა, ეს არის უმძიმესი ფურცელი ჩვენი ისტორიის და ძალიან მძიმე, დიახ. სიმართლე უნდა ვაღიაროთ, ვთქვათ და კონკრეტულად გავასწროთ მაყურებელს. ეს პროცესი გამოწვეული იყო იმით, რომ აი ეს ერთსულოვნება არ არსებობდა იქ. და იქ იყო ყოველთვის რაღაცა ხრელი, ვიღაცა არის პატრიოტულ განწყობაზე, მეორე კი ბატონო, აბსოლუტურად განსხვავებულ, ასე ვთქვათ, ოპორტუნისტულ განწყობაზეა და აი კახეთში მეფეს უჭირავს ყველაფერი და ეს განსხვავებული სეპარატისტული, პოლიტიკურად სეპარატისტული რეგიონები არ არის და არა, იქ 12-ვე სადროშო ფაქტობრივად მეფის ერთგული იყო და თუ არ იყვნენ ერთგულები, ყოველ შემთხვევაში უფრო მეტი მაინც იყო მეფის იურისდიქციის დაქვემდებარებული, შესაბამისად იქ არ იყო ეს აზრთა სხვადასხვაობა. ამავე დროს კახეთის მეფის და კახეთის სამეფოს დიპლომატიაც აბსოლუტურად გასაგებია გამომდინარე იქიდან, რომ მას დამბალანსებელი ძალა სიტყვაზე პოლიტიკური მანევრირებისთვის, რომ ოსმალეთი გამოიყენოს პრაქტიკულად არა, გეოპოლიტიკურად ძალიან შორს არის ოსმალეთისგან ჯერ ქართლი და იმერეთს უნდა აკონტროლებდეს და იმერეთის კონტროლიც კი უჭირდა დრო და რა თუ ქართლის და ქართლი მოგვახსენება ამას იზავით პირიქით ირანის გამგებლობის ქვეშ იყო და კახეთი პრაქტიკულად შეტოვებულია. შეტოვებულია აი ირანთან და თუ წინააღმდეგობა, ეს წინააღმდეგობა არის ზუსტად ის სცენარი, რა სცენარის შემდეგ შეგვამთხვია შახაბასმა. და ამას ხედავდნენ რაციონალური, ასე ვთქვათ, პოლიტიკურად მოაზროვნე ადამიანები და ლევანის აი და ალექსანდრე დიდის ეს პოლიტიკა აბსოლუტურად რაციონალურია, ეს არ არის რაღაცა კონფორმული ან პირიქით ნაკლებად გმირული. კი, არა, გასაგებია რომ ეხა იმ პერიოდში თან კახეთი ამათთან შედარებით უფრო გაცილებით მდიდარი მხარეც იყო, იმიტომ რომ მაგათ ჰქონდათ ეს მოსავლის კუთხით, აი აგრარული თვალსაზრისით მეტად, ხო, უფრო მეტად. როგორც კივე წამოვიდოდა მტერი, იმ წამსვე შეაგებებდნენ გარკვეულ გადასახადს თუ რაც იქნებოდა ის და ყოველთვის ეცდებოდნენ რომ დიპლომატიურად რაღაცნაირად მოეგვარებინათ ეს სიტუაცია, ამიტომ რატომღაც აი ნუ
ხა ლევანის მიმართ ხო მეცნიერებს ყველა სხვადასხვა აზრი აქვს ისევე როგორც აი გიორგი სააკაძე მაგალითად ხო როგორი საკამათო თემაა საქართველოს ისტორიაში დღემდე ძალიან დიდი სერიოზული ჩხუბები მიდის ამასთან დაკავშირებით რომ ის გმირი იყო თუ არ იყო გმირი ამაზე ალბათ უკვე ცალკე ჩვენ ალკიმიადის ისტორიას ყავს არის ეგეთი სახელწოდების ნაშრომიც კი არის კი რაღაცა კუთხით აი კონდოტიერებსშიც კი შეიძლება გავიყვანოთ იტალიურად თუ დავარქმევთ მას გარკვეულ საკითხებს იმიტომ რომ თან არ არის ამ ეპოქასთან დაშორებული იმიტომ რომ სვიმონის პერიოდი რომ მთავრდება მე ვეძახი იმას უკვე იწყება სააკაძის პერიოდი იმიტომ რომ ეგეთი საკითხია და რაც შეეხება ახლა სვიმონის აი შემდეგ მოქმედებას ჩვენ ვახსენეთ დაუთ ხანი იგივე დავით მე-11 რომელიც არის ბაგრატიონების ოჯახში შავი ლაქა იმ ლუარსაბის პერიოდში იმიტომ რომ ფაქტობრივად ამ ადამიანმა ქართველობა არა უფრო ის ყიზილბაშური ორიენტაციის პიროვნება იყო ხო ახლა ჩვენ ხო გვყავდნენ საქართველოში ისეთი ადამიანები რომლებიც აქ დაიბადნენ მაგრამ შემდეგ პირიქით საერთოდ ანტიქართველებად ჩამოყალიბდნენ რაღაცა მიზეზი უნდა ყოფილიყო ან ძმას ანუ კერძო პერსონალური ასე თქვა ზიზღი ალბათ ძმის ტახტისადმი დაუფლების სურვილი თან მithumetes ზურგ შახი გიმაგრებს შესაძლოა ალბათ მამის განსხვავებული დამოკიდებულებაც ალბათ აღზრდის პროცესშიც გამოავლინა მან ეს რაღაცა უნამცეცობა და აი ამ გაგებით ალბათ გაივსო რაღაცა მოტივები მის გულში რომელიც შემდეგ აი ამ შურის ძიებაში დაიყვარა კი რა თქმა უნდა ნუ ფაქტია რომ ადამიანი მიდის ისეთ ნუ ხა მის ძმას ხო მეფე სვიმონ პირველს ორი მმართველობის პერიოდი აქვს სწორედ მის გამო არა მარტო მის გამო არა იქ მაგალითად ხა დავით მე-11 რო 1569 წელს იქ ტახტზე ავიდა ეგ კონკრეტულად დავით მე-11-ის ბრალი არ იყო მან ღალატი მოხდა იქ სვიმონი დაატყვევეს და აი მე მინდა ზუსტად ამას გაუსვა ხაზი რომ დავით მე-11-სა და სვიმონ შორის სწორედ 1567 წლიდან იწყება დაპირისპირება ჯერ კიდე დავით მე-11 ესე ოფიციალურად ქართლის მეფე არ არის და ორი შეტაკება მოხდა ერთი არის სამადლო სადაც მათი პირველი შეხვედრა მოხდა და მეორე არის დიღომთან აი უკვე ორივე რასაკვირველია სვიმონის გამარჯვებით დასრულდა აი სამადლოსთან გამარჯვების შემდეგ ეს დავითი გამწარებული იბარებს ირანიდან ახალ არმიას რომ ნუ ეხა ძირითადად საიდან გადმოდიოდა ან სახანოები და აი შირვანი უფრო მეტად შირვანიდან შემოდიოდა ხოლმე ეს დამატებითი რაზმები ეს იქნებოდა 5000 10000 ადამიანი ხო იმ პერიოდისთვის ეს სავსებით საკმარისი უკვე საკმაოდ დიდი არმია და თან პლუს მოდიან არტილერიით სასროლი არ არის და ჩვენ არ აქვს ეს საშუალებები ჩვენ ჯერ არ აქვს ამ პერიოდში შეიძლება ითქვას რომ სვიმონის პერიოდში გაგვიჩნდა ეს საშუალებები იმიტომ რომ ეხლა მე-16 საუკუნეში აი ლუარსაბის და ბაგრატის ეპოქაში პერიოდში შეიძლება ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტრაგედიაც ეგ იყო რომ აი ქარაღაქთან კი ჩავიგდეთ ხელში ზარბაზნები კარგი ის თავის ტყვია წამალით მაგრამ ის რომ გამოგველეოდა ჩვენ სამწუხაროდ არ გქონდა იმის ტრადიცია რომ ჩვენ იმისთვის კიდე დაგვემზადებინა რესურსი არ იყო მაგის აი საერთოდ არ შექმნილა ცეცხლსასროლი იარაღი ოსმალეთის იმპერიაში მაგალითად მაგრამ მე-16 საუკუნეში ოსმალეთის იმპერია ყველაზე ძლევამოსილი იყო ამ ცეცხლსასროლ იარაღთან დაკავშირებით ისე დახვეწეს რომ იმ ქვეყნებში სადაც ის გამოიგონეს ხო აი სიტყვაზე ის იქნებოდა იტალიური ტერიტორია თუ ეს ჩეხეთი თუ სხვადასხვა მე ხო გავრცელდა ეს ცეცხლსასროლი იარაღი ძირითადად უფრო თოფე აი არკებუზებს რო ვეძახით ჩვენ უფრო ძიმეთ შეიარაღებულ იმას უფრო მეტად ეს ოსმალებმა დახვეწეს მე მსუბუქი იარაღები გააკეთეს უკვე დამბაჩის ტიპის იარაღებიც გააკეთეს შაშხანებს რო ვეძახით მე ჩვენ ხო ძირითადად ქართულ თოფებს რო შევხედოთ ერეკლეს დროსაც და თეიმურაზე და მანამდეც ხო ძირითადად სულ აღმოსავლური ყაიდის იარაღს გავდა ჩვენი იარაღი იქიდან ყიდულობდით საერთოდ ხო იქ რაღაცა ტყვია წამალი იქნებოდა თუ რესურსი ჩვენ იქიდან მოგქონდა და უფრო მეტად ქონდა ურთიერთობა ამ აღმოსავლური იარაღთან და აი სწორედ მაგალითად ეხა ჩვენ წეგან ვახსენეთ ორი ბრძოლა სამადლოს ბრძოლა და დიღომთან ეს ორივე აი პირველში მაგალითად დავითი რო დამარცხდა იგივე დაუდ ხანი როგორც შეარქვეს ისლამურმა რადგან მან ისლამი მიიღო და ის შეიძლება ითქვას რომ შაჰის ერთგული ადამიანი იყო ფაქტობრივად აი დაუდ ხანად მოხსენიებულმა დავითმა დაიბარა ეს დამატებითი რაზმები ამ სეფიანთა სპარსეთის ამ დროს ჯერ კიდევ შაჰი არის შაჰ თამას პირველი 1576 წლამდე ირანს განაგებს შაჰ თამასი შემდეგ უკვე რა თქმა უნდა იცვლება აქ და უკვე სხვა ერთი ისმაილ მეორე იყო რომელიც ძალიან ცოტა ხანი რამდენიმე თვე იყო და შემდეგ გადატრიალებით ჩამოაგდეს და საბოლოო ჯამში მე ხელისუფლების სათავეში მოდის შაჰ ხუდაბენდე რომელიც არის შაჰ აბას პირველის წინამორბედი ასე ვთქვათ და ბრმა იყო ხო ბრმა იყო და საკმაოდ დედამისი მართავდა დედამისი იყო ქართველი
ქართველი, იმიტომ რომ იმ პერიოდის ირანის სასახლის კარზე ძალიან ჩვეულებრივი შახაბასაც მაგალითად ხო 4-ვე ცოლი ქართული წარმომავლობის ყავდა, მათ შორის თამარისგან ყავდა, თუ სწორად მახსოვს ამილახვარი იყო ეს თამარი, დაიყო თავადი ამილახვის და იმისგან ყავდა უფროსი შვილი, რომელიც შემდგომში მოკლა კიდეც ამ შახმა თავისი შვილი, ხო? ეხლა რა ხალხთან გვაქვს საქმე? იქ ისინი თავის შვილებს არ ინდობენ და ეხლა აქ წარმომიდგენია საქართველოში ამათი ჩვენი მეფეების და მათი შვილების და ძმების სიცოცხლე იმათთვის ერთი ჩვეულებრივი ის იყო. უბრალოდ ეხლა დაუთ ხანს იდეალური პიროვნება იმ კუთხით, რომ საკუთარ ძმას დაუპირისპირონ, ქართველს დაუპირისპირონ. ეს აღმოსავლური ჩვეულებრივი ტრადიცია არის, აი თუნდაც მონღოლების პერიოდში, ხო, რატო უხაროდათ ეს ბევრ მეფობის პერიოდი, დავით ნარინი, დავითულუ, ხო, იქ ერთმანეთთან იქნებოდნენ შეწინა ქვეყანა არ იქნებოდა ერთიანი იდეით, ერთიანი მიზნით. და აი აქ ხდება ერთი ძალიან საინტერესო ამბავი, რომ დიღომთანაც სიმონი იმარჯვებს და ეს რას აკეთებს ახლა ეს დაუთხანი, გამაგრდება თბილისში. სიმონი ალყასაც კი შემოარტყავს თბილისს, მაგრამ აი სამწუხაროდ თბილისის აღება ეგეთი მარტივი არ იყო, მოგეხსენებათ და თბილისის მიდამოებს კი აკონტროლებდა, მაგრამ თვითონ ახლა კონკრეტულად ეს თბილისის ესე ვთქვათ, გათავისუფლება ჯერჯერობით მან ვერ ორივე ჯერ ესეთი აი კომიკური სცენარი წააგებს თბილისში შერბის. კი. წააგებს თბილისში შერბის. იმიტომ რომ იქ იცის რომ ეს თბილისი არის ელემენტარული ციხე-ქალაქი, იქ სულ რო ქალაქში შევიდეს სიმონი, თბილისის ციხის აღება ეგეთი მარტივი არ არის, ხო? ის კი არა, აი ჩვენ გვახსოვს 1540 წლის შაჰ თამაზის პირველი ლაშქრობა, გულბააც რო არ გაეღო მაგალითად თბილისის კარები, ხო? ამ დროს ლუარსაბზე ვთქვით რომ თავის მცირეწლოვან შვილს ასაფლავებდა მცხეთაში, ეს მოულოდნელად მოხდა ეს ყოველივე, ხო? ის თბილისის ციხეს ან აიღებდა ის შაჰ თამაზ პირველი, ან ვერ აიღებდა, იმიტომ რომ ხა ციხე მაინც ის არის. ეს არის დაცული. წყაროებში ცხადია ასეთ რაღაცებს კითხულობდა, ეს არის აი გონებაში წარმოდგენილი სურათი თბილისის და მისი კვალიც კი არ არის, სად არის ის გალავნების კვალი. ნუ ერთადერთი ამ ჩვენ გალავანს აი თბილისის ჭაღარას. ხო, ანუ ავლაბარს და აი ამ რაღაცა მიდამოებს მოვიაზრეთ, მაგრამ მთელი ეს არქიტექტურული განძი დაგარგულია. რა თქმა უნდა, მით უმეტეს ის საფორტიფიკაციო აი ნაგებობები ხო, რომელიც იმ პერიოდში იყო, რადიკალურად განსხვავებულია და თან ის რა არის, რომ ეხა ჩვენ ისტორიულ წყაროებში გვაქვს ძალიან ეხა აღმოსავლელი ისტორიკოსები ვინ არიან ამ პერიოდის, ხო, ისქენდერ მუნში არის, რომელიც ამ პერიოდზე გველაპარაკება, იბრაჰიმ ფეჩევი არის, რომელიც ზუსტად ამ პერიოდზე გველაპარაკება და არის კიდევ ესე ვთქვათ ევროპული ცნობებიც, იმიტომ რომ მოგეხსენებათ მე-16 საუკუნეში, აი ზუსტად ამ პერიოდში, ხო? ეხა ამ დროს თან ოსმალეთის იმპერიის სულთანი 1561-ში, 1556-ში, აი სიმონის პირველ პერიოდში ოსმალეთის სულტანი არის სულეიმან პირველი, ჯერ კიდევ ოქროს ხანა ამ ოსმალეთის იმპერიისა და მე წინა გადაცემაშიც ვახსენე, რომ რატომღაც საზოგადოებამ ძალიან ცუდად დაიმახსოვრა, რომ სულეიმან პირველი გარდაიცვალა და ოსმალეთის ძლიერებას ბოლო მოეღო. არავითარ შემთხვევაში, იმიტომ რომ შეიძლება ძლიერი სულთნის შემდეგ არ მოვიდა ძლიერი სულტანი და ვერ გააგრძელა იმან ეს მამამისის საქმეები, მაგრამ როგორ მივიჩნიო ოსმალეთის იმპერია დასუსტებულად, როცა სულეიმან პირველის გარდაცვალების შემდეგ ოსმალებმა დაიბრუნეს თუნისი და 1571 წელს საერთოდ კვიპროსის დაპყრობა მოხდა. ესე იგი აქვს ამ თან მით უმეტეს 1571 წელი როგორი ტრაგიკული თარიღია ოსმალეთის იმპერიისთვის ლეპანტოს ბრძოლა წააგეს, მაგრამ ძალიან მალევე მოახერხეს იგივე ფლოტის შეკრება. ასე რომ ისტორიული არგუმენტები ჩვენ საკმაოდ ბევრი გვაქვს ვივარაუდოთ ის, რომ სულეიმან პირველმა იმხელა რესურსი დატოვა თავისი გარდაცვალების შემდეგ 46 წელი მართავდა სახელმწიფოს 46 წლიანი მმართველობის პერიოდში ფაქტობრივად აი შეიკლეს ოსმალებმა უნგრეთი მაგალითად, იმიტომ რომ ყველაზე მეტი სისხლი უნგრეთში დაიღვარა, აი გაწყვიტეს ლამის ნახევარი უნგრეთი, ისეთი ძირითადი შეტაკებები იქ ხდებოდა, მოგეხსენებათ აი ჰაბსბურგების და ოსმალების ინტერესები სწორედ იქ გადიოდა. და ამ ოსმალებთან დიდი სიხარულით თანამშრომლობდნენ ინგლისელები და ფრანგები, იმიტომ რომ მოგეხსენებათ სირიაში იყო ლევანტის სავაჭრო ესე ვთქვათ კამპანია და ამ ლევანტის სავაჭრო კამპანიაში ჩართული იყვნენ ისეთი დიდი სახელმწიფო მოღვაწეები, როგორიც იყვნენ საფრანგეთის მეფეები მაგალითად, ხო? აი მანამდე ვალუების დინასტია, შემდეგ ბურბონების დინასტია
რომ მოდის ხო უკვე 1599 წლიდან ისინი აქტიურად თანამშრომლობდნენ ოსმალეთის იმპერიასთან და განსაკუთრებით უნდა ვახსენოთ მე-16 საუკუნის უდიდესი მონარქი ელიზაბეთ I ინგლისის დედოფალი პირდაპირ ელჩებს აგზავნიან სტამბოლში, ოღონდ არა მარტო სტამბოლში. ევროპულ სახელმწიფოებს ძალიან დიდი კავშირები ჰქონდათ ასევე ირანთან, განსაკუთრებით შაჰ-აბას პირველის პერიოდში ძლიერდება ეს ირანთან მათი კავშირი, იმიტომ რომ ოდესღაც ამ ოსმალეთის ჰეგემონობა ხონდა დამთავრებულიყო ამ ახლო აღმოსავლეთში და აღმოსავლეთ ევროპაში საერთოდ. იქ მთელი რიგი საკითხები იყო, გადახედეს იმ საბერძნეთის ტერიტორიას და ჰომეროსის და ილიადას და ამ ასეთი საოცარი კულტურის სახელმწიფო როგორ უნდა იყოს ისლამური სამყაროს ხელში. და ამ არგუმენტებით იწყებენ შემდეგ უკვე აი ამ ანტი-ოსმალურ მოძრაობებს, რომელშიც შემდგომ ჩაერთო უკვე რუსეთი. და ამ დროს ეხლა აი რა პერიოდზე ჩვენ ვლაპარაკობთ, ხო, ერთი უნდა ვთქვა აუცილებლად, ესე იგი 1567-ში მოხდა იქ სამადლოსთან ბრძოლა და 1568-ში უკვე დიღომთან. ეს ორი ერთმანეთს მიყვა ეს ორი დაპირისპირება და ზუსტად 1569 წელს ოსმალეთის სულტან სელიმ მეორის სულეიმან პირველის ვაჟის ბრძანებით ძალიან დიდი არმია გაიგზავნა ასტრახანის ლაშქრობა, ასეთი ძალიან ცნობილი ლაშქრობა, ესე იგი ასტრახანის ლაშქრობა, ამ დროს ასტრახანში ორი სახელმწიფოს ინტერესები გადაიკვეთა. ერთი იყო რუსეთის მეფე, აი რომელსაც პირველად მეფის სტატუსი მიიღო ივანე მე-4 რისხანემ და რუსეთის სამეფოდ რო ჩამოაყალიბა იმ პერიოდში, სამწუხაროდ ამ დროს უკვე იწყება რუსეთის ნელ-ნელა მოძლიერება. ჩვენ თქვით კიდეც ვახსენეთ, რომ რუსული სამთავროების მოძლიერება პირდაპირ მნიშვნელობით თემურლენგის გისერძია, იმიტომ რომ აი ოქროს ურდოს სწორედ მისი მორბეულია. შეიძლება გაცილებით უფრო უარესი სახელმწიფო ყოფილიყო, მაგრამ ნუ ეხლა არ ვიცი რუსეთზე უარესი ვინ შეიძლება ყოფილიყო, ხო? და აი მაგალითად ასტრახანის ლაშქრობა იმით იყო მნიშვნელოვანი, რომ იქ ხელში ჩაიგდებდნენ ტაგანროგის მხარეს და ეს ტაგანროგის მხარე სწორედ იყო ძალიან სერიოზული სავაჭრო აი ამ შავი ზღვის და აი ქერჩის თუ აზოვისა და შავი ზღვის იმისთვის რა ქვია, აი სავაჭრო პუნქტი იყო შეიძლება ასე ითქვას და სწორედ ეს ლაშქრობა ოსმალებისთვის წარმატებით დამთავრდა, თუმცა მათ როდესაც გაიგეს, რომ აი ეს ივანე რისხანის არმია უახლოვდებოდა ასტრახანს, მოუწიათ უკან გამობრუნება და ნელ-ნელა უკან დახევა. ასე რომ ასტრახანის ლაშქრობას იდეა ოსმალებისთვის ძალიან დიდი იყო, მაგრამ შედეგი რადიკალურად განსხვავებული, რაც მათ მიიღეს. ისედაც შავი ზღვის ტერიტორიას აკონტროლებდნენ მთლიანად. ერთადერთი მათი მიზანი იყო, რომ აი ქერჩის სრუტით ჩრდილოეთში გადასულიყვნენ და ეგრეთ წოდებული აი ეს სანაპიროებიც მათ ხელში ყოფილიყო. განსაკუთრებით ტაგანროგის აი ეს მხარე, რომელიც იყო სავაჭრო მნიშვნელობის. ახლა ეს ისკანდერ მუში ახსენე და ზუსტად აი ამ თარიღს ემთხვევა. ძალიან საინტერესო ცნობა ჩვენს მეფე-გმირზე. 1500 ისკანდერ მუში ირანელი ისტორიკოსი ქვეყნის დამამშვიდებელი აბასის ისტორია. 1568 წელს მან სვიმონ მეფემ შეაგროვა ურწმუნოთა მრავალრიცხოვანი ქვეითი და ცხენოსანი ჯარი და თბილისზე გაემართა. დაუდ ხანიც თავის ქვეშევრდომი აზნაურების რაზმით და მუსლიმების ჯარით ქალაქიდან გამოვიდა და ძმასთან ერთად საომრად გაეშურა. როცა მოწინააღმდეგეები ერთმანეთს შეხვდნენ, მტრის სიმრავლის გამო ყიზილბაშებმა და აზნაურებმა დაინახეს, რომ ვერ შესწევდათ ძალა შებროლება მიზანშეწონილად არ ჩათვალეს და უკან დაბრუნება და ციხეში გამაგრება გადაწყვიტეს. იბრაჰიმ ხალიფე ყარამანლუ, რომელიც ყიზილბაშთა ერთი რაზმის სარდალი იყო, უვიცობისა და სიამაყის გამო ჩაება ომსა და ჭიდრში და ბრძოლაში მოწამეობრივი სიკვდილი ჰპოვა. დაუდის მხლებლებმა ძალაუნებრივად გაქცევის გზა აერჩიეს და თბილისში მოვიდნენ. სიმონ ხანმა ორჯერ გაიმარჯვა ძმაზე, მისი ქვეითები და შფოთი და ჯანყი გაამრავლა. აი ზუსტად ამორ დაპირისპირებაზე გვიყვება ჩვენ ზუსტად ეს ისკენდერ მუნში არა, სამადლოსთან და დიღომთან. დიახ. ძალიან საინტერესოა თვითონ აი სპარსელი ისტორიკოსები, ესე იგი თან არის მე-17 საუკუნის ოსმალო ისტორიკოსები, სხვათა შორის აი ქათიბ ჩელები, მაგალითად ერთ-ერთი დიდი მოგზაური, ასევე ევლია ჩელები, რომელიც ასევე საოცარ ამბებს გვაწვდის, ერთმანეთს უწოდებენ ძალიან შეურაცმყოფელი ტერმინებით ახასიათებენ, იმიტომ რომ ეს ცეცხლის მრქვეველი, ეს რაღაცას ეშმაკის მსახური არა და ორივენი არიან მუსლიმები და რეალურად ორივენი სეფიანებიც და ოსმალებიც არიან თურქული მოდგმის ოღუზი თურქებიდან არიან ორივენი წამოსულები. დიახ. მაშასე, ამის შემდეგ ყველაზე გადამწყვეტი მომენტი მაინც შედგა ფარცხისთან. დიახ, 1569 წელს. ხო, ფარცხისთან ბრძოლაში, ანუ ძალიან დიდი არმია წამოვიდა და აი აქ
ერთ-ერთი საარა კვანტიგმირი ყორღანაშვილი კახაბერ ყორღანაშვილი რომელმაც გამოუძღვა ჯარს და პლუს შემდეგ მეფის წინააღმდეგ ჩასაფრებაშიც მიიღო მონაწილეობა და ძალიან საბედისწერო მომენტი აღმოჩნდა ეს დაწვრილებით მოდი ავხსნათ. აი აჩვენა გზანტერს თუ როგორ უნდა საიდან უნდა შემოსულიყვნენ სვიმონის წინააღმდეგ და როდესაც სვიმონმა 1569 წელს გადაწყვიტა საერთოდ სვიმონი იყო ძალიან უშიშარი პიროვნება იყო ხოლმე შემთხვევა ხა საერთოდ აი ფარცხისთან რა მოხდა ხო აქ მაგალითად გარკვეული სხვა რაზმებიც უნდა მოსულიყვნენ ქართული სხვა რაზმები მაგრამ იმდენად დარწმუნებული იყო თავის გამარჯვებაში სვიმონ პირველი სხვათა შორის შევარდა კიდე შუაგულში აი ლომივით იბრძოლა შეიძლება ასე ითქვას ჩვენ გვაქვს ამისი მთელი რიგი ცნობები იმიტომ რომ აღმოსავლური ისტორიკოსებიც კი აი სვიმონის ბოლოს და ბოლოს ეხლა თურქებმა მაგალითად სვიმონს დელირო უწოდეს გიჟი ანუ თავქარიანი ხო შეშლილი ასე ვთქვათ ეს შეიძლება თვითონ თურქებისთვის შეურაცხყოფელი იყოს მაგრამ ჩვენ ქართველებისთვის მაინდა-მაინც ეს შეურაცხყოფელ სიტყვად კი არ გვესმის ჩვენ თარგმნით როგორც ესე იგი იმდენად დაუმორჩილებელი და დაუოკებელი იყო აი ამ თავის ქვეყნის გადარჩენა გათავისუფლებაში რომ მას საერთოდ არ ქონდა რა თქმა უნდა ნუ ეს იმათთვის იყო თითქოს რაღაცა თუ ჩვენთვის გვესმის რომ ეს იყო თავზე ხელაღებული პიროვნება რომელმაც ყველაფერი გააკეთა იმისთვის რომ არა მარტო ქართული არამედ საქართველოს არ ყოფილიყო ჯერ ყიზილბაშების და შემდეგ ოსმალების და თან ამ ადამიანს მართლობა ხო ორად ეყოფა 1556-1569 და მერე უკვე 1578-1600 აი ეს ორი პერიოდი ესე იგი მისი ტრაგიკული ყვედაყვანა აი 1569 წლის ფარცხის ბრძოლაში სადაც მან იდეალურად გამოიჩინა თავი რომ არა აი სწორედ კახაბერ ყორღანაშვილი რომელიც რატომღაც როგორც ჩანს დაუთ ხანის მომხრე უფრო იყო ამ დაუთ ხანს ყავდა ამ თავადაზნაურებში რა თქმა უნდა თავისი მომხრე ესე ვთქვათ ხალხი ნუ მე კახაბერ ყორღანაშვილს რაც დაემართა ეს კიდე ცალკე საკითხია სვიმონის ერთგულმა თავადაზნაურებმა პირდაპირ აფრინეს ეგრევე დიახ საჩინო ბარათაშვილმა მაგალითად ეგრევე ისიც კი მიუძღვნეს ხო მე ამას ლექსი რომ ყორღანაძეს კარაბიდან ხელიქრეს და გადაფრინდა ასეთი ლექსის დაუწერეს ამასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ეხა სვიმონის ღალატი მით უმეტეს მეფის რომელმაც აი ამხელა რესურსი გაიღო, ფაქტობრივად ომის ველზე გახდა მეფე, ბრძოლის ველზე გახდა მეფე. აი ეგ შემთხვევით არ ხდება. ეგ უკვე იმის მიმანიშნებელი იყო, რა პოლიტიკის გამტარებელიც იქნებოდა ეს ადამიანი და როდესაც ის დაატყვევეს, ის წაიყვანეს ირანში და შაჰ თამასს რო ჩაუყვანეს ძალიან ერთ-ერთი ყველაზე პირქუში და შემაღლებულ ადგილზე მიუჩინეს ციხე და ეს ციხე ჯერ კიდევ შუა საუკუნეების პერიოდიდან არის ცნობილი, ეს გახლავთ ალამუთის ციხე, დიახ, ასასინების ცნობილი ციხე. მე ორიოდე სიტყვით აი მინდა რომ მაყურებელსაც უთხრა და ჩვენც გავიხსენოთ, ხო? ამ ციხეს განსაკუთრებით მნიშვნელობა მიენიჭა 1090 წლიდან, როდესაც ჯერ კიდევ დიდ სელჩუკთა პერიოდში, როცა მალიქ შაჰი იყო იმ ტერიტორიების გამგებელი, ჰასან ას-საბახმა, ასეთმა ესე ვთქვათ, სპარსული წარმოშობის ასასინმა მოდი პირდაპირ ესე ვუწოდოთ, ჩამოაყალიბა შიიტური ისლამის რადიკალური ცოტა ესეთი ფანატიკურად მოაზროვნეთა ორდენი, რომელსაც ეწოდა ჰაშიშინები, ეს ნარკოტიკის გამო და ასასინები უფრო ევროპული ტერმინია, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით, რომ ასასინთა ორდენში გაწევრიანება ძალიან რთული იყო, იმიტომ რომ იქ მრავალმხრივ მომზადებული უნდა ყოფილიყავი, უნდა ყოფილიყავი ჩუმი, უნდა ყოფილიყავი სწრაფი, უნდა ყოფილიყავი, აი ახლა ჩვენ რო ვეძახით პარკურისთვის უნდა აი რაღაცა და თან უნდა ყოფილიყავი თითქოს შეუმჩნეველი, იმიტომ რომ ასასინი მკვლელს ნიშნავს და შესაბამისად ისინიც იყვნენ მკვლელები. სწორედ მათი ხელით 1092 წელს მოკლეს ნიზამ ალ-მულქი, რომელიც იყო უდიდესი დიდი ვეზირი სელჩუკების და მოგეხსენებათ მისი დაწერილია სიასეთ-ნამე და ჩვენთან აი სწორედ ის მსტოვართა ინსტიტუტი, რომელიც დავით აღმაშენებელმა შექმნა, ხო პირდაპირ არის სიასეთ-ნამედან აღებული, იმიტომ რომ ჩვენამდე ეს ინსტიტუტი აი მსტოვრების ტიპი ინსტიტუტი სელჩუკებს ჰქონდათ. ეს რაღაცა გამოგონება არ იყო, იმიტომ რომ ეს მზვერავობა ეს ყველა იმას ჰქონდა რა თქმა უნდა. ანუ ეს უნდა გვესმოდეს დავით ცოტა კი ვწდებით თემას, მაგრამ მაინც არა, უბრალოდ პარალელურად გავავლოთ. ხო, დაზვერვით ინსტიტუტი იყო და არა ეს აპოლიციო ინსტიტუტი ან რაღაცა სამართალდამცავი. რა თქმა უნდა, თან დავით ხო ვიცით რომ კითხვა მით უმეტეს პოლიგლოტი იყო, იცოდა ხო სხვადასხვა ენები და ახლა აღმოსავლეთ მე იმის თქმა მინდა რომ აი ალამუთის მნიშვნელობა თვითონ იმ პერიოდიდან მოყოლებული იყო ძალიან მნიშვნელოვანი. რამდენმა არმიამ სადა ალამუთის აღება, მაგრამ არ გამოსდიოდა
იმიტომ რომ ძალიან მაღალზე იყო. მონღოლებმა მოახერხეს. ერთადერთი 1256 წელს ჰულაგუ ყაენმა მოახერხა. სხვათა შორის ამ ლაშქრობაში ქართველები იღებდნენ მონაწილეობას და ალბათ ლომის წილიც აიღეს. ბაღდადშიც 1258 წელს როცა აბასიანთა ნუ ეხლა სამწუხაროა ის ფაქტი, აი სულ გულისწყივილი თუ ამბობ ხოლმე რომ არაბული კულტურის ცენტრი ჯერ კიდე აბასიანთა პერიოდიდან იყო ბაღდადი. როცა მონღოლები ბაღდადში შევიდნენ, ამ ქალაქმა ფუნქცია დაკარგა თავისი, იმიტომ რომ იქ კულტურა იყო სულ აღზევებული სხვანაირი. თუმცა ერთ რამეზეც სულ ამახვილებ ხოლმე ყურადღებას, ის დამპყრობელი, რომელიც ირანს დაიპყრობს, იქ თავის კულტურას ვერ გაავრცელებს, მაგრამ ირანის კულტურას აითვისებს. ეს ეგრეა საერთოდ. აი მონღოლებში დავაკვირდეთ რამდენი მონღოლური სახელმწიფო იყო ხო 4 უდიდესი მაგრამ ილხანებმა მიიღეს ყველაზე მაღალი კულტურული მაჩვენებელი ნუ ჩინეთშიც რა თქმა უნდა მაგრამ ახლო აღმოსავლური ქვეყნებიდან რო ავიღოთ ირანს დაეუფლნენ და ისლამიც მიიღეს შამანიზმიდან საერთოდ ისლამზე გადმოვიდნენ. ამ შემთხვევაში ალამუთის ციხე სვიმონთან მიმართებაში ტყუილად არ იყო არჩეული, იმიტომ რომ ის საკმაოდ მაღალზე მდებარეობდა, იქიდან თან ახლა იცოდნენ, რომ ქართველები რაღაცას მოიმოქმედებდნენ აუცილებლად, რაღაცა ასეთი საშიშროებაც იყო, რატომაც არა, შეიძლებოდა რომ იქ რაღაცა გამოხსნითი ოპერაციაც ჩაეტარებინათ, იმ დროს ეს ჩვეულებრივი მოვლენა იყო და სვიმონი გამოკეტეს ალამუთში. აქ ერთი საინტერესო მომენტი არის ახლა სიმონის ბიოგრაფიაში სავარაუდოდ გამომდინარე ამ ორდენის და საკრალური ადგილის ტრადიციიდან ნარკოტიკული საშუალებების გამოყენება ეს არის რაღაცა მათი ინიციაციის თუ კამბედაობის შემატების თუ თავგანწირვის და ფანატიზმის ერთგვარი ქიმიური საშუალება და სიმონი საკმაოდ მავნე ჩვევას დაეჩვია. ძალიან სწორედ აქ ალბათ აქ იმიტომ რომ იმ პერიოდში რაღაცა თრიაქის და ყაყაჩოსგან დამზადებული რაღაც ნახევრისგან რაღაცას აკეთებდნენ. ეს სიმონთან მიმართებაში არაერთხელ არის დაფიქსირებული. ასასინებს ასეთი წესი ჰქონდათ, რომ ეს აი ჰაშიში, ეს არაბულად ხო, რომ მათ ეს მე ევროპელებმა კი ცოტა სხვანაირად უწოდეს ასასინი. ეხლა ეს ტერმინი რომ დაქირავებულ მკვლელთან გამოიყენება. და აქ ეხლა რაში იყო საქმე, რომ როცა ეს ასასინი ხდებოდი ცხოვრებაში ერთხელ მათ აი ჰაშიშს მოაწევინებდნენ და გაყავდათ ულამაზეს ბაღში სადაც იქ რაღაც ჩადრევდნენ და ნექტარი ამოდიოდა იქ ლამაზი ქალბატონები ცეკვავდნენ და ეს იყო ზუსტად ფანატისტური დამოკიდებულება რომ აი თუ ალაჰისთვის მოკვდები ასეთ სამოთხეში მოხვდები და ეხლა გაბრუებული ადამიანი ის ნატრობდა რომ თუ აი მარკო პოლოს აქვს ძალიან კარგი თავის მოგზაურობაში აღწერილი იმიტომ რომ მარკო პოლომ შეუარა ასასინებს ამ ალამუთის ციხეს იმაგრეში მასიაფის ციხეც ჰქონდა სხვათა შორის ორი ციხე იყო ესეთი მიუდგომელი და ამ ალამუთის ციხეში ეს ნარკოპოლო წერდა რომ ესე იგი თავიანთმა ლიდერმა ამ ასასინების ლიდერმა ორ ასასინს უთხრა რომ აბა ალაჰისთვისო მოიკალით თავი ერთმა იქვე ადგილზე ყელი გამოიჭრა და მეორე გადახტა კლდიდან და თავი მოიკლავ ეს იმას ნიშნავდა რომ იმდენად სწამდათ მათ რომ იქ ის ელოდებოდათ რაც თავიდან აჩვენეს აი ასე ვთქვათ იმ ჰაშიშის გასინჯვის შემდეგ რომ ფაქტობრივად მათთვის იყო სიკვდილი ბედნიერების ტოლფასი იმიტომ რომ ისინი შაჰიდები ხდებოდნენ, მე წმინდა მეომრები ხდებოდნენ. მათი ჭკუით რა თქმა უნდა და დღევანდელი ისლამური ტერორიზმის საფუძვლები სწორედ იქიდან ჩამოყალიბდა, ასასინებიდან ჩამოყალიბდა, თორე ტერორიზმი ეგრე მაგალითად საბერძნეთში ზელოტები იყვნენ აგრეთვე, ხო? პირველი ტერორისტული აქტი არ იყო 40 ძველი წელთაღრიცხვით 44 წლის 15 მარტი კეისრის მკვლელობა ტერორისტული დაშინების მიზნით პოლიტიკოსის მკვლელობა, რაიმე პოლიტიკური მძიმე ქმედების ჩადენა, ოღონდ ისე რომ პოლიტიკური სარგებელი ვინმე მარნახოს, ხო ეს ჩვეულებრივი ტერორიზმია და ერთ-ერთი მიმდინარეობა სწორედ ეს იყო და აი სიმონის ის მავნეთვებაც ჩვევაც სავარაუდოდ არის ესეთი მოსაზრება რომ იქ უნდა დარჩოდე იმიტომ რომ აბა ფაქტობრივად ეგ ალამუთი მაგით იყო განთქმული იქ სპეციალურად ალბათ ჰქონდათ რაღაც ეს ბაღებიც და ასე შემდეგ მარაგი ხო რომელიც იქ თან ძალიან დიდი ხანი იყო სიმონი დიახ 1569 წლიდან 1578 წლამდე იქ იმყოფებოდა და ეხა ბუნებრივია იქ მას ალბათ ნუ წიგნებიც ექნებოდა მან 9 წელის დაკარგვა წარმოგიდგენია 9 წელი იყო ის სვიმონი ალამუთში და ჩვენთან იყო დავით მე-11 დაუთხანი რომელიც ეგრევე დასვეს მთელი ცხოვრებაა ეგრევე დასვეს იქ 9 წელი სვიმონის ქვეყანაში არ ყოფნა ეს ჩვენი ქვეყნის ისტორიის რადიკალურად შესვლას ნიშნავს თან ამ 9 წლის განმავლობაში ირანში სანამ ის იქ იმყოფებოდა სამი შაჰი მოვიდა ხო ერთი 1576 წელს გარდაიცვალა შაჰ თამას პირველი რომელიც ფაქტობრივად 1524 წლიდან უდგას სათავეში ამ სეფიანთა სპარსეთს ის არის სეფიანთა სპარსეთის მეორე
შაჰი. ხელისუფლების სათავეში მოვიდა ისმაილ მეორე, რომელიც მალევე, ძალიან მალევე ფაქტობრივად 77-ში უკვე გარდაიცვალა, მოკლეს, ჩამოაგდეს, აღარ არის უკვე ის. და უკვე იწყება სწორედ აქედან შაჰ ხუდაბენდეს პერიოდი და სწორედ ამ შაჰ ხუდაბენდეს პერიოდს უკავშირდება ძალიან დიდი მოვლენა ახლო აღმოსავლეთში და ეს მოვლენა იყო იმდენად ფართომასშტაბიანი, რამდენადაც ამ მოვლენის პირველი ნაწილი 1514-55 წლები არის პირველი ნაწილი, ასე შეიძლება მოვიხსენიოთ. და თითქოს რატომღაც ყველას ეგონა რომ ამასი ზავის შემდეგ, ხო, რაღაცა კი, საკმაოდ დიდი პერიოდია 1578 წლამდე, რომ ისინი ერთმანეთთან არ იყვნენ დატაკებულები, მაგრამ რა მოხდა? გავიხედეთ და ოსმალეთის იმპერია რაღაცა სერიოზულისთვის ემზადება, იმიტომ რომ 1576 წელს ავსტრიასთან აფორმებს საზავო ხელშეკრულებას, 1577 წლიდან პოლონეთთან აფორმებს საზავო ხელშეკრულებას. ესე იგი, ევროპაში ოსმალეთის იმპერიის სულტანი წყვეტს დაპირისპირებას. ეს მაინც და მაინც კარგის მომტანი არ იყო და თან ყველაზე საინტერესო რა არის? ამ დროს ოსმალეთის სულტანი არის 1574 წლიდან ოსმალეთის იმპერიის სათავეში დგას მურად მეჰმედ მესამე. ასეთი პიროვნება, რომელიც იმდენად ძლიერი ფიგურა იყო ამ ოსმალეთის იმპერიაში, სხვათა შორის 1574 წელს აუცილებლად უნდა ვახსენოთ, აიკინძა სულთნის კანცელარიაში დაიწერა 1574 წლის გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთარი. აი რამხელა დავთარია თავისი მოცულობით, აქ არის ეს არის იდეალური წყარო, აი ვისაც სამხრეთ და სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს შესწავლა სურს, ეს წიგნი 2016 წელს გამოიცა, ქართულად ითარგმნა ეს 1595 წლის დიდი დავთარიც გვაქვს ჩვენ გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთარი არის ორი 1574 და 1595 ორივე არის იდეალური რესურსი იმ მათთვის ვიმეორებ ვინც სამხრეთ საქართველოს, აი განსაკუთრებით სამცხე-ჯავახეთს, ახალციხეს და ზოგადად ტაო-კლარჯეთის ისტორიისთვის ხო საოცარი შემსწავლელი წყაროა და აქ არის მოხსენიებული სოფლების მაცხოვრებლობა, გვარები, ვინ არის მუსლიმი, ვინ არის ესე იგი რა გადიოდა საქართველოდან, ხო მატყლი იყო ეს, თაფლი იყო და თუ რა იყო. თან რა არის, იცით, აი აღწერისას მაგალითად, ხო ვინ რამდენ სიხდიდა ეს ხო ფაქტია და ბოლოს დაჯამება იყო რომელიც სოფლიდან რა გადიოდა და საბოლოო ჯამში რომ შევაჯამოთ ყოველწლიურად ოსმალების კონტროლირებადი ტერიტორიებიდან რა თანხა გადიოდა ოსმალეთის იმპერიაში, ჩვენ ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი, ესე ვთქვათ, გემრიელი ლუკმა ვიყავით ამ ოსმალეთისთვის, იმიტომ რომ აქედან საკმაოდ კარგი შემოსავლები გადიოდა. თან ამას ერქვა ხარაჯა, რომელიც სულ პირველად არაბებმა შემოიტანეს, ხო ჩვენთან 729 წელს ჯარახი რო შემოდის, იქ დაწესდა ხარაჯა. ორი ტიპის გადასახადი იყო, ჯიზია, რომელიც იყო კომლობრივი, სულადობრივი და ხარაჯა, რომელიც საადგილმამულო გადასახადი იყო და ოსმალებმა შემოიტანეს ნატურალური უკვე ჩვენ იქ რაღაცა ცხოველებიც შედიოდა, ხო რაღაცა ცხარი შეგეძლო გადაგეხადა და ყველაფერი არის აღწერილი აბსოლუტურად, ვინც აი ეთნოლოგიურ, ეთნოგრაფიულ ან ზოგადად ისტორიულ, ეკონომიკის ისტორიაზე თუ ვინმე ამ პერიოდზე იმუშავებს, ნამდვილად 1574 წლის გურჯისტანის ვილაიეთის დიდ დავთარს გვერდს ვერ აუვლით. იმიტომ რომ აქ ერთი უმნიშვნელოვანესი მომენტია, გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთარი 2016 წელს გამოსცა პროფესორმა ნოდარ შენგელიამ, რომელიც სამწუხაროდ აღარ არის, გარდაიცვალა, აღარ არის ჩვენს გვერდით და მან არა მარტო ეს დავთარი, არამედ ქართულ აღმოსავლეთმცოდნეობას შემოუტანა 1728 წლის თბილისის ვილაიეთის დიდი დავთარი, რომელიც აკადემიკოს სერგი ჯიქიასთან, საქართველოში თურქოლოგიის დამფუძნებელთან და ძალიან დიდ მეცნიერთან ერთად შეძლო და კიდე სხვა ეს ოსმალური ბეირათები, ტაო-კლარჯეთთან დაკავშირებული მაგალითად მასალები, აი რომელიც ამ პერიოდს უკავშირდება, ეს არის ზღვა მასალა, რომელიც აი მართლაც მე ახლა, როდესაც ჩემ მესამე წიგნზე ვმუშაობ, უკვე რამდენი ხანი მე-6 წელი დაიწყო, ვერ ამოვწურე ის სიახლეები, რომლებიც ამ დავთრებში არის მოძებნილი და რატომღაც არ მინდა წერტილი დავსვა ისე, რომ მე ვინანო, რომ რამე არ გამოვიყენე და ეს დავთარი იმდენად
მთლიანად საინტერესო ცნობებს გვაწვდის, განსაკუთრებით დავთრებით, ბეირათებით, რომელიც გვიყვება რაღაც ამბებთან. ისეთი ამბებია გადმოცემული, აი მაგალითად საჩივრებიც კი, რომლებიც შედიოდა საქართველოსთან ოსმალეთის კონკრეტულ ფაშას სახელზე, ხო? ისინიც კი არის თარგმნილი, წარმოიდგინეთ, ისეთი საინტერესო საქმეა გაკეთებული და აი ზუსტად როდესაც 1574 წელს ოსმალეთის იმპერიის ტახტზე მოვიდა მურად მესამე, ის იყო 1574 წლიდან 1595 წლამდე. და სწორედ მის დროს მოხდა მეორე ირან-ოსმალეთის დიდი ომი, ეს არის 1578-1590 წლები და ზუსტად აი ამ მეორე ომის პერიოდი გახდა მიზეზი, რატომ უნდა გამოეშვათ სვიმონი ალამუთის ციხიდან, იმიტომ რომ სულტანმა მურად მესამემ თავის აი ოსმალური არმიის მეთაურად დანიშნა ისეთი ადამიანი, რომელიც იყო მამამისის აღმზრდელი. საერთოდ ლალა ეს არის ეს ნიშნავს მამაკაც მასწავლებელს, აი რომელიც მაგალითად ასწავლიდა ალბათ სელიმ მეორეს სახელმწიფოს მართვას, იმიტომ რომ მოგეხსენებათ ოსმალეთის იმპერიაში როცა უფლისწულები ბევრი იყვნენ, ხო, იქ აი მაგალითად როცა მეჰმედ მესამე ავიდა ტახტზე 1595 წელს, ხო 19 კუბო გამოვიდა თოფქაფის სასახლიდან და 19-ვე იყო ძმები. მოგეხსენებათ ოსმალეთში გავიმეორებ, იყო ასეთი ტრადიცია, როცა სულტანი ავიდოდა ტახტზე, თავისი ძმები უნდა სიკვდილით დაესაჯა იმისთვის, რომ ქვეყანაში არ მომხდარიყო ტახტისთვის დაპირისპირება ძმებს შორის. ეს ტრადიცია სხვათა შორის თემურლენგის დამსახურებაა ოსმალეთის იმპერიაში, ანკარის ბრძოლის შემდეგ ძმებს რო გაუნაწილა სახელმწიფო, სწორედ ეს გახდა ფაქტობრივად მეჰმედ მეორისთვის საბაბი, რომ აი ეს კანონი შემოეღო ოსმალეთის იმპერიაში და 1578 წელს აი ამ ოსმალური უზარმაზარი მხედრობა იყო იმ პერიოდისთვის 100,000 ძალიან დიდი ციფრია. მეთაურად დაინიშნა ლალა მუსტაფა ფაშა, რომელიც იყო მამამისის აღმზრდელი. აი პირდაპირ ვამბობ და ეს ლალა მუსტაფა ფაშას ძალიან დიდი მისია ჰქონდა. სომხეთის ტერიტორიიდან ფაქტობრივად შირვანის დაბრუნება, შირვანის წართმევა სეფიანთა სპარსეთისთვის დარუბანდამდე უნდა მისულიყო, ასეთი იყო გეგმა და 1578 წელს, როდესაც ლალა მუსტაფა ფაშა არზრუმში ჩავიდა, უკვე აქ ცნობილი იყო, რომ ის აუცილებლად წამოვიდოდა საქართველოსკენ და ამ დროს უკვე კახეთში არის ალექსანდრე მეორე ჩვენთან და ქართლში რა თქმა უნდა არის დავით მე-11, იგივე დაუთ ხანი. ეხლა დაუთ ხანის თავდაპირველი მოქმედება, როცა ოსმალები ხა დასავლეთ საქართველოში, როცა ლალა მუსტაფა ფაშა შემოვიდა, ამ დროს არის იმაში სამცხეში მანუჩარ მეორე, რომელიც სხვათა შორის გამოსლიმდება, ოღონდ ცოტა მერე მიიღებს ამ გამოსლიმებას, სხვათა შორის ძალიან ნიჭიერი პიროვნება იყო და ძალიან ისეთი დიპლომატი. ეხლა რისი თქმა მინდა ამით, როცა ლალა მუსტაფა ფაშა თბილისისკენ დაიძრა, მაგალითად თავდაპირველად დაუთ ხანმა ლალა მუსტაფა ფაშამ დაუთ ხანს წერილი გამოუგზავნა, რომ მორჩილება აღმითქვი, გადმოდით ჩემ მხარეს და ერთად დავამარცხოთ სპარსელები. თუმცა არ უპასუხა დაუთ ხანმა, პირიქით თბილისი მიატოვა, გადაწვა თბილისი და გავიდა. ჩვენ ასეთი შემთხვევა ორი გვაქვს საქართველოს ისტორიაში. სულტანმა რო ჯალალედინის შემოსვლამდე თბილისი გადაწვა და მეორე ამან თბილისის გადაწვა. ლალა მუსტაფა ფაშა რო თბილისში შევიდა, ორი ეკლესია მეჩეთად გადააკეთა. და აქ არის საინტერესო რომელი ეკლესიები იყო, იმიტომ რომ მოგეხსენება თბილისში არსებულ ეკლესიებზე არც არანაირი კვალი არ არის მინარეთების და ასე შემდეგ. სავარაუდოდ ისინი ანსამერი საერთოდ დაინგრა სხვა შემოსევების პერიოდში, შეიძლება აბას პირველის პერიოდის დროს სუნიტური ისინი რადგან იყო გადაკეთებული, შეიძლება დაინგრიათ. ან უბრალოდ მინარეთები აღარ არის ამ ტაძრებთან და არ ვიცით საერთოდ რომ რაზეა საუბარი. ერთი კი ვიცით რომ ისმაილ პირველი სეფიანთა სპარსეთის დამფუძნებელი თბილისში შემოდის, იქ მეტეხთან მეჩეთს აფუძნებს, ხო? ეს საინტერესო ცნობა გვაქვს. და ეხლა რა მოხდა? მაგალითად სარტიჭალასთან მოხდა შეხვედრა მისი ალექსანდრე კახეთის მეფის და ლალა მუსტაფა ფაშასი და კახელებმა პირდაპირ გამოუცხადეს მორჩილება, იმიტომ რომ იქ საჩუქრები მიართვეს და სხვათა შორის ლალა
ლალა მუსტაფა-ფაშას საქართველოში ლაშქრობის შესახებ გადმოგცემს ოსმალო ისტორიკოსი გელიბოლუ მუსტაფა ალი, რომელმაც დაწერა ასეთი წიგნი ნუსრეთ ნამე. და სწორედ ნუსრეთ ნამეში არის დაცული მინიატურები და მათ შორის ერთ-ერთი ოსმალური მინიატურა ზუსტად აღწერს იმ ლალა მუსტაფა-ფაშას და ალექსანდრე კახეთის მეფის შეხვედრას. ისეთი კარგი, ისეთი მინიატურაა, აი იმაში კარავთან სხედან და ეს ალექსანდრე კახეთის მეფე იქ ცოტა დაბლაზის, რა თქმა უნდა, ეხლა თავიანთ ვეზირს უფრო შემაღლებულ ადგილზე დახატავდნენ და ესე იგი შემდეგ უკვე ალექსანდრეს თბილისში ლალა მუსტაფა-ფაშა შემოსვლა ცალკე მინიატურად არის სხვათა შორის გამოტანილი, ამ მინიატურებზე არსებობს გარკვეული სტატიები უკვე გამოცემული, თუმცა გადახედვა საჭიროებს, იმიტომ რომ პატარ-პატარა შეცდომებია გაპარული ამ მეცნიერების მიერ და ეხლა ეს აი ჩემ მესამე წიგნში იქ უფრო კარგად განვიხილე ეგ საკითხი, უკვე ფაქტობრივად დასასრულისკენაც წავიყვანე წიგნი და აი ზუსტად ამ პერიოდში ფაქტობრივად საქართველოში პრობლემა არ შექმნია. საბოლოო ჯამში, როდესაც დაუდ ხანმა დაინახა, რომ ლალა მუსტაფა-ფაშა სერიოზული ძალით იყო მოსული, თან როგორი ძალით, ეხლა ზარბაზნები აქვს მოტანილი, თოფები აქვს მოტანილი და ამ დროს ოსმალურ არმიაში შედიოდა იენიჩართა კორპუსი, ჩვენ ვილაპარაკეთ ვინები იყვნენ ეს იენიჩარები, რომლებიც ძირითადად თოფებს იყენებდნენ, თან არ გეგონოთ არკებუზებს და მძიმე თოფებს, უკვე დახვეწილი თოფები ჰქონდათ მათ, შესაბამისად მათი ტარება და გადაადგილება უკვე მარტივი იყო, იყვნენ აკინჯები, რომლებიც რა თქმა უნდა მსუბუქი კავალერია იყო, იყვნენ სიფახები, რომლებიც ცოტა მძიმე კავალერია იყო და იყვნენ თიმარიოტელები. თიმარიოტელები ესენი არიან მეომრები, რომლებსაც სამხედრო სამსახურის სანაცვლოდ სულტანი მიწებს ჩუქნიდა. ანუ იგივე ეგ ტერმინი ევროპაში ფეოდალურ იმად ითვლება. უბრალოდ ამ შემთხვევაში თავად ასეთი ფეოდალური წონის მიწებს არ გულისხმობ. ნუ გარკვეულ მიწებს ჩუქნიდა რა სულტანი ლაშქრობაში მონაწილეობის. საერთოდ ოსმალეთის იმპერიაში 100-ზე მეტი სამხედრო შენაერთი იყო ჩამოყალიბებული, ასე რომ თუმცა ძირითადად საველეები ჩამოვთვალეთ ახლა. იქ აზაბები იყვნენ კიდე სხვადასხვა იაიას ჯარი იყო ერთ-ერთი ყველაზე ძველი, რომელიც აი ჯერ კიდე სასულტნო რო არ იყო და ბეილიქი რო იყო იმ პერიოდიდან ჩამოყალიბებული არა და ძალიან საინტერესო ფაქტია ზუსტად ის რომ ამ ირან-ოსმალეთის ომის მიმდინარეობის დროს ინგლის-ოსმალეთის კარგი ურთიერთობა ჩამოყალიბდა, რაც განპირობებული იყო იმით რომ მურად მესამის მეუღლე საფიეთ სულტანი, რომელიც იყო ვალიდე სულტნის სტატუსი ჰქონდა ამ ქალბატონს, იყო ელიზაბეთ I ტიუდორის თან მიმოწერაში და ასე რომ ამ ლევანტურ ვაჭრობასთან დაკავშირებით აი ეს ელიზაბეთი თანამშრომლობდა ოსმალებთან. საბოლოო ჯამში რა მოხდა? ლალა მუსტაფა-ფაშა გადავიდა შირვანში, დარუბანდამდე მივიდა, იქ შირვანის ტერიტორიას დაიმორჩილა და ნუ ეხლა თბილისში დატოვა გარნიზონი. და როდესაც შეიტყო რომ ამ თბილისის ტერიტორიაზე ხა ქართველებმა რაქნეს ხო ეშინოდათ ამ თბილისის ციხეში დარჩენილი და არა მარტო თბილისში გორის ციხე იყო ერთ-ერთი ყველაზე მთავარი, რომელსაც მე სვიმონმა რამდენიმე შეტევა მოანდომა იქ ერთი პერიოდი მახსოვს 9 თვიანი ალყაც კი იყო შემოვლებული ამ გორის ციხეზე, მაგრამ იმდენად იყო გამაგრებული და ეს კარგად ზავით მოხერხდა მე რაღაც გარკვეული პერიოდი მაგ ტერიტორიების დაბრუნება, თორე ესე კონკრეტული შეტევით და იმით ცოტა რთული აღმოჩნდა სვიმონისთვისაც კი. და როცა დაუდ ხანი გადავიდა ლალა მუსტაფა-ფაშას მხარეზე საბოლოო ჯამში, ეს იმას ნიშნავს, რომ მან უღალატა სეფიანებს. ეხლა აქ რა ხდება? შაჰი იძულებულია, რომ გამოუშვას ალამუთის ციხიდან სვიმონი. უბრალოდ სვიმონმა ერთგულების ფიცი დადო შაჰთან. ოღონდ ამ შემთხვევაში ეხლა სვიმონის მოთხოვნები რა იყო? კატეგორიულად უარყოფდა გამოსლიმების თეორიას, იმიტომ რომ სვიმონი ძალიან მტკიცედ იდგა ამ ქრისტიანულ მერე სხვათა შორის ოსმალებთანაც ზავს რო აფორმებს 1588 წლის ზავს გულისხმობს ამ შემთხვევაში იქაც კატეგორიულად სულტანს ეუბნება, რომ მე უნდა მაღიარო როგორც მეფე ქართლის, ჩემი მემკვიდრეობა უნდა აღიარო, ოღონდ ისლამთან დაკავშირებით ლაპარაკიც არ იყოს. ამ პირობაზეც მე ვიტყვი აი ეს 1588 წლის ზავზე. და როცა ლალა მუსტაფა-ფაშა უკან თბილისში გამობრუნდა, აქ რა დახვდა თბილისში? გაუბედურებული, გაღატაკებული ქალაქი, მოსავლის გარეშე ელემენტარული პროდუქტი არ იყო, შიმშილი ქონდა დაწყებული უკვე მეციხოვნებს და ეს რისი ბრალი იყო? ეს იყო სწორედ იმ ციხის მეთაურის ბრალი, რომელმაც ოსმალური არმია გარეთ არ გამოუშვა, იმიტომ რომ ეშინოდა, ტერი არ დასხმოდა თავს და ამ ციხეში იყვნენ გამოკეტილები.
რაღაცა უკანასკნელ იმას ჭამდნენ რაღაცა რაც ჰქონდათ ეს რესურსი და ლალა მუსტაფა-ფაშას დაუმშვიდებია ეს ისინი რაღაცა სურსათ-სანოვაგე დაუტოვებია და გადასულა უკვე ისევ არზრუმის ტერიტორიაზე იქ გამოვიზამთრე თუ არა 1579 წელს მაგალითად საქართველოს ტერიტორიაზე გაიმართა უდიდესი შეტაკება ეს არის ჩილდირის ბრძოლა ამ ჩილდირის ბრძოლაში ერთმანეთს დაუპირისპირდა ორი მხარე ოსმალები და სეფიანთა სპარსეთი და ძალიან საინტერესო ცნობა გვაქვს სხვათა შორის მანუჩარ მეორე ჯაყელთან დაკავშირებით როგორც აღმოჩნდა ეს მანუჩარი ამ ბრძოლას ერთი ვერსია აი მაქვს მინდა ჩილდირის ბრძოლაზე წყარო წავიკითხო კი ბატონო და მაშინ მე გავაგზავნოთ ისკანდერ მუნში ქვეყნის დამამშვენებელი აბასის ისტორია მოკლედ ჩილდირის ომში ყიზილბაშთა დამარცხების შემდეგ მეც მანამდე სამაკერთი წყარო მაგრამ ადამ ალერაიუსი გერმანელი სწავლული და დიპლომატი მე-19 საუკუნის მოგზაურის წიგნი ჯერ ამას წავიკითხო და შემდეგ კი სიმონი იყო მამაცი მებრძოლი ამავე დროს განათლებული ბატონი იყო ასევე კარგი პოეტი და ფილოსოფოსი მან შეძლო ურთიერთობის დამყარება შაჰის ვაჟთან ისმაილთან რომელიც აგრეთვე იქვე მამამისი შაჰ თამაზის მიერ იყო დაპატიმრებული სიმონმა მოიპოვა მისი სრული ნდობა და თვითონ იმდენად დაუახლოვდა რომ მუდმივი პატიმრობიდან თავის დახსნისა და სამშობლოში დაბრუნების მიზნით ისმაილს აღუთქვა რომ მიიღებდა მაჰმადიანურ სარწმუნოებას მხოლოდ გარეგნულად რისთვისაც ისმაილი მას ღირსეულ საჩუქრით და ბრწყინვალე მომავალს გათავისუფლებას და სამეფო დაბრუნებას დაჰპირდა ისმაილი ამ დაპირებას ასრულებდა მას უდრო სიკვდილის ხელი რომ არ შეეშალა მაგრამ მან ის მაინც მოასწრო რომ სიმონი ტყვეობიდან გაათავისუფლდა და შემდგომში შაჰ ხუდაბენდეს მეფობისას ის დანიშნულ იქნა მხედართმთავრად თურქების წინააღმდეგ. აქ ცოტა განსხვავებული ცნობა რომ ესე იგი ანუ გარეგნული ისლამის მიღების პირობაა როგორც ეს გვთავაზობ და შემდეგ ისკანდერ მუნში გვთავაზობს უკვე ჩილდირის ომში ყიზილბაშთა დამარცხების შემდეგ ლალა ფაშამ ახალციხის ციხე 2-3 დღეში დაიპყრო შიგ სანოვაგე და ლაშქარი დატოვა და იმ გზით სიმონ ხანის ქვეყნისკენ გაემართა ლალა ფაშამ კაცი გაგზავნა სიმონ ხანს და ალექსანდრე ხანს და საქართველოს მეფეებს ხონდქრისადმი თურქეთის სულთნისადმი მორჩილებასა და დანებებას მოუწოდებდა ესენი კი ერთმანეთში ფარისევლობდნენ და თანხმობა არ ჰქონდათ სიმონ ხანმა ამ დინასტიის ირანის შაჰთა საგვარეულოს მორჩილების შარაზე ფეხი მტკიცედ ედგა და ოსმალებს წინააღმდეგობა გაუწია. გზარჯვარედინებსა და მთის გადასასვლელებზე მტრის ჯარს წინ ხვდებოდა სხვა ქართველებთან ერთად, საგზნობ ზარალსაც აყენებდა. ალექსანდრე ხანი კი, რომელიც სპიერი და წინდახედული კაცი იყო, თავისი საქმის სიკეთეს ჩაუკვირდა და ოსმალებისთვის მეგობრულად თავისი მოჩვენება ამჯობინა. ლალა ფაშას მორჩილება გამოუცხადა. ალექსანდრე ხანი თავისი სწორი მსჯელობით და გამჭრიახობით უგამორჩინებულესი ადამიანი იყო და ახალგაზრდა მოხუცთა შორის ეშმაკობისა და მოხერხების მხრივ ბებერი მგელი იყო. თუმცა ოსმალებს დამორჩილდა ალექსანდრე, მაგრამ მომავლის ფიქრიც ჰქონდა. კაცს შაჰის კარზე ისტუმრებდა, ერთხულებას უცხადებდა და ხვენსა და საჩუქარს უგზავნიდა და სახელმწიფოური წყალობის ღირსი ხდებოდა. ეს არის ძალიან საინტერესო ასე თქვათ კონტრასტი ალექსანდრეს უწონებს იმას თან არენდობიან სპიერი მეფე იყო, მაგრამ ესე რომ აირჩიო, მაგის წყალობასაც და საჩუქრებს იღებდა, მაგრამ ეს ცუდი უდიერი სიმონი სადღაც უსაფრთხოებოდა თურმე და დიდ ზარალსაც აყენებდა. რა თქმა უნდა, ეხლა აქ ალექსანდრე მაგაი წყაროში იდეალურად გამოჩნდა ალექსანდრეს დამოკიდებულება ფაქტობრივად მამის დიპლომატი, მამამისიდან მოსდევს ეს დიპლომატია, რომ ახლა იქ ლალა მუსტაფა-ფაშას ესე იყო საჭირო, იმიტომ რომ წინააღმდეგ შემთხვევაში ლალა მუსტაფა-ფაშას გენერალურ ბრძოლაში იმხელა არმიას, რომელიც დაუპირისპირდებოდა, რომელი იყო იმ პერიოდში მისთვის მზად, რომ ამხელა არმიას დაპირისპირებოდა თუ გავიხსენებთ სოხოისტას ბრძოლას, იმაზე გაცილებით მეტი ჯარით იყო ლალა მუსტაფა-ფაშა მოსული და უფრო სერიოზული სარდალი იყო ვიდრე სოხოისტას ბრძოლაში. ეს არ არის ვიღაც უბრალო ოსმალო
მოხელი რაღაც არზრუმის ფაშა ან რამეს გავსი რომ ესე ადვილად აი ქარაღაკთან მუსაფაშა რო დაამარცხეს მაგალითად ხო მუსაფაშა საშუალო ისე ვთქვათ წონის პიროვნება იყო და ლალა მუსტაფა-ფაშა ჯერ ერთი ვეზირია მეორე სულთნის აღმზრდელია ესე იგი ძალიან ჭკვიანი და მოხერხებული იყო რადგან სულეიმან პირველის პერიოდში მთლად სელიმ მეორის აღზრდა ჩააბარეს მას როგორც სანჯაყ ბეის მაკონტროლებელი პიროვნება იყო სელიმი უფლისწულობის პერიოდში რამე გადაწყვეტილებას რომ მიიღებდა ლალა მუსტაფა-ფაშა მის გადაწყვეტილებებს სტამბოლში აგზავნიდა რომ ეხლა ეს გადაწყვეტა კარგია არ არის კარგი ხო ის ყველაფერი სულტნის ყურამდე უნდა მისულიყო და ძალიან სერიოზულ მეტოქესთან აქვს საქმე და ბუნებრივია დიპლომატიური ალექსანდრე მეორე ხო ისედაც დიპლომატი პიროვნება იყო როგორც მამამისი იქ ალექსანდრე მეორის პერიოდში ხდება ელჩობა ზუსტად რუსეთშიც არა გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით ჩვენი ელჩობები რუსეთში კი ყოველთვის ისე მთავრდება რომ კავკასი არავის არ აინტერესებს მით უმეტეს რომ დაგეხმარონ ფურცელზე ყველა წერს რომ ფიცის ციგნი და ფურცელზე ყველა წერს რომ მოგეხმარებიან და ასე შემდეგ მაგრამ დღესაც იგივე საკეთებს რუსეთს თქმა უნდა უიმე დღეს კი არა ყველა მოკავშირე მიატოვა აბსოლუტურად ყველა მოკავშირეს ატოვებს ერთადერთი ამ ბოლო დროს ახალი ფრაზა აითვისეს რომ გმობენ ეს ხო ეს დემოკრატიული ტრენდი არის უკვე და ეს გმობენ ასეთი ფუნქცია აქვს თან იმას გმობენ რასაც თვითონ ყველაზე მეტად აკეთებენ მაგრამ ეს სხვა თემა კი ეს კიდეც სხვა თემაა, იმიტომ რომ არა ეს სახელმწიფო იმ პერიოდიდან მოყოლებული დღემდე ანალოგიურია, ხო, მე საერთოდ მე არა, ალბათ ყველა აზრზე მოსულმა საზოგადოებამ სოფლიო უკვე დიდი ხანია ჩვენ უკვე ტერორისტებად მოვიხსენიებთ, მაგრამ ნუ ჯერჯერობით კიდე ზოგიერთი სახელმწიფო თulis, ამიტომ სამწუხაროდ ქართველებიც მათ შორის. და აი ზუსტად ამ პერიოდში ხარ ჩვენ წავიკითხეთ, ხო, ეს პერიოდია რომ აი გამოჩნდა მანუჩარ მეორე ჯაყელი ძალიან საინტერესო პოლიტიკით და საბოლოო ჯამში ამ ადამიანს ჰქონდა ის მომენტი რომ ის ოსმალების მხარეს გადავიდა და რატო ახლა როცა ჩილდირის ბრძოლა გაიმართა 1579 წელს ეს მანუჩარ ჯაყელი ზემოდან უყურებდა ამ ბრძოლას არ იყო კონკრეტულად ჩაბმული ამ ბრძოლაში ჩვენ გვაქვს ცნობები რომ სეფიანთა სპარსეთის მხარეს იბრძოდნენ ქართველებიც მაგრამ აქ არის საკითხავი რომელი ქართველები ახლა იქ სეფიანთა ირანის ჯარში ისევე როგორც ოსმალების ჯარში წარმოშობით ქართველები იყვნენ რა თქმა უნდა იყვნენ, მაგრამ ის რომ მანუჩარ ჯაყელი კონკრეტულად ამ ბრძოლაში იღებდა მონაწილეობას, ეს არ არის სწორი. იმიტომ რომ მანუჩარ ჯაყელი როგორც ჩანს ელოდებოდა ამ ორიდან ვინ გაიმარჯვებდა. ჩილდირის ბრძოლაში საერთოდ დაკვირვებული ლიდერი თან მით უმეტეს სამცხის ათაბაგი, რომელსაც ათაბაგობის შენარჩუნება უნდა ყურადღებით იყოს. გამარჯვებულის მხარე უნდა დაიჭიროს. და ჩილდირის ბრძოლაში უპირობო გამარჯვებას მიაღწიეს ოსმალებმა, რა თქმა უნდა, დაამარცხეს ეს სეფიანები და მანუჩარ ჯაყელიც ახლა აგვისტოს, თუ სწორად მახსოვს 9 აგვისტო იყო, როდესაც ის გამოცხადდა ლალა მუსტაფა-ფაშას ბანაკში და იქვე მიიღო ისლამი. პირდაპირ. ეხლა ისტორიკოსებს უყვირთ ხოლმე რომ ისლამის მიღებასო ხო რაღაცა პროცედურა ჭირდებაო არა ამის ისლამის კი თქვა ძალიან მარტივია, ძალიან უმარტივესია, იმიტომ რომ თავარია გესწრებოდნენ, თავარია ყურანიდან ის წარმოთქვა და ჩათვალეთ უკვე ისლამი მიღებული გაქვს. ასე რომ იმ პერიოდში ეს იყო მარტივი. ცოტა მოგვიანებით აი 1 წლის შემდეგ, ხო, როდესაც ლალა მუსტაფა-ფაშა სტამბოლში დაბრუნდა, სხვათა შორის აი სანამ დაბრუნდება, მანამდე უნდა ვახსენო ის ფაქტი, რომ რატო გაიწვიეს ლალა მუსტაფა-ფაშა და რატო მოხსნეს საერთოდ თანამოხსნეს 80 მოხსნეს. ჩამოართვეს ეს ისა რა ქვია და საერთოდ სხვა იქ ოსმან-ფაშა დანიშნეს მერე და ის ოსმან-ფაშასთან ერთად იქ კიდე ძალიან ხშირად იცვლებოდნენ ეს მეთაურები. და რატომ მოხსნეს? იმიტომ რომ 1578 წელს ქვეყანაში ბრუნდება სვიმონი, რომელსაც ზურგს უმაგრებენ სეფიანები. ჩვენ ვიცით რაც ხდება დაუდ ხანთან დაკავშირებით, ის ფაქტობრივად გარბის და სვიმონი ბრუნდება ქართლში, როგორც ქართლის მეფე. წარმომიდგენია თავადაზნაურების სიხარული, თუმცა ამ კონკრეტულ შემთხვევაში სვიმონი და სეფიანთა სპარსეთი ერთად მოქმედებენ ოსმალეთის წინააღმდეგ. როგორც აღმოჩნდა, ოსმალეთი უფრო სერიოზული პრობლემა იყო იმ პერიოდის სეფიანებისთვისაც და ქართველებისთვისაც. თან სულტანი მოითხოვდა თბილისში გარკვეული პერიოდი საერთოდ საბეგლარბეგოც კი შეიქმნა. აი როცა ლალა მუსტაფა-ფაშა შირვანში გადავიდა, თბილისი საბეგლარბეგოდ გამოცხადდა. და 1578 წელს პირდაპირ ახალციხეში შეიქმნა საფაშო, რომლის ჩილდირის ვილაიეთი შეიქმნა. და ჩილდირის ვილაიეთის ცენტრი იყო ახალციხე.
აი სულ უკეთ ხოლმე რომ საქართველოში ეს სწრაფად საიდან შემოდიოდნენ ეს ოსმალები როგორც თავის დროზე თბილისის საამირო იყო დაარსებული და ამ საამიროში დატოვებული იყო არმია ხო საამირო ხო მერვე საუკუნის 70-იან წლებში ჩამოყალიბდა ოფიციალურად აბასიანთა დროს ჩამოყალიბდა ბევრს ძალიან შეცდომით გონია რომ ეს მურვანყრუს პერიოდში იყო მაგრამ გამოკვლევები ჩატარდა ამასთან დაკავშირებით სერიოზული ნაშრომებიც დაიწერა და გაირკვა რომ მერვე საუკუნის 70-იან წლებში აბასიანთა დროს მიიღო საამიროს ფორმა როცა უკვე ხარაჯას და ჯიზიასაც ვაგზავნიდით ბაღდადში. ამასაც იგივე ფუნქცია ჰქონდა ქვეყანაში რომ რამე არეულობა მოხდებოდა, ხო, პირველ რიგში რა ხდებოდა? ეს ახალციხეში იყო დატოვებული გარკვეული არმია თუ ახალციხე არ ეყოფოდათ, ტრაპიზონი იყო და არზრუმი იყო, იქიდან გადმოვიდოდა არმია და ჩვეულებრივად მოხდებოდა ადგილზევე აღმოსავლეთის ფრონტზე რაღაც ამბოხების ან შეტაკების მოგერიება. ასე რომ ბუდე ოსმალების სწორედ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე იყო ახალციხის საფაშო, ხო, რომლის საბოლოო გაუქმება ცოტა მერე მე-19 საუკუნეში რუსეთ-თურქეთის ომების პერიოდში მოხდა 1800 უფრო აქეთ ოფიციალურად, ხო, 28-29 და მერე 77-78 წლების პერიოდში. ასე რომ მანუჩარი რო ოფიციალურად სტამბოლში ჩადის სულტანთან, იქ უკვე ოფიციალურად სულტანთან წარსდგა როგორც უკვე გამუსლიმებული პიროვნება. და შესაბამისად ის დასვეს როგორც სამცხის ათაბაგი. თუმცა აი ცოტა მოგვიანებით მაგაზეც აუცილებლად გვექნება რომ აი იცვლის მხარეს. და სამცხის კეთილდღეობისთვის ის ოსმალებს უპირისპირდება. რა შემთხვევაშიც ის ისლამზეც უარს იტყვის და კვლავ ისევ ქრისტიანობას დაუბრუნდება. ეს ჩვენი მანუჩარ ჯაყელი. ამ დროს ახლა სვიმონთან დაკავშირებით რა ხდება? 1582 და 1584 წლებში სვიმონს ჰქონდა სერიოზული შეტაკებები ამ ოსმალებთან. ამ დროს ზუსტად აი ჩვენ სწორედ ვახსენეთ 1579-1580 წლებში უკვე როცა ლალა მუსტაფა-ფაშა სტამბოლში ბრუნდება სწორედ ესე იგი სვიმონმა რამდენიმე მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა სპარსელებზე მაგალითად 1582 წელს კახეთის მეფის არმიასთან ერთად თბილისს შემოარტყეს ალყამთლა და აიღეს თბილისი ეს არის ოსმალების წარუმატებლობა კატასტროფული წარუმატებლობა მათი მხრიდან. მე 1580 წელს კიდევ ერთი წარმატება ჰქონდა სვიმონ პირველს, სადაც ასევე ოსმალები დამარცხდნენ და ამდენი წარმატებული სვიმონის გამარჯვება ოსმალების მხრიდან ეს უკვე იმას ნიშნავდა, რომ იქ ლალა მუსტაფა-ფაშას დააბრალეს ეს ყოველივე. და ლალა მუსტაფა-ფაშა გადააყენეს თანამდებობიდან და ძალიან მალე გარდაიცვალა სხვათა შორის. არ გამოვრიცხავ რომ მოკლეს კიდეც, იმიტომ რომ ოსმალეთის იმპერიაში დიდ ვეზირებს მით უმეტეს სერასკერებს, ანუ სერასკერი ნიშნავს სამხედრო მეთაურს, რომელსაც ჩაბარებული ყავს არმია და უნდა გაუძღვეს ამ არმიას, დამარცხებას არ წყალობდნენ. და მის ადგილზე უკვე გამონახეს იქ ოსმან-ფაშა, რომელიც დანიშნეს ჩვენ წინააღმდეგ. მაგრამ მანაც ვერაფერი მოახერხა, ერთადერთი ის იყო, რომ აი ეს ახალციხის საფაშო დაიმორჩილა და ეს შეინარჩუნა ეს შირვანის ნაწილი და ეს სომხეთის მხარე, განსაკუთრებით ერევნის ციხეს გულისხმობ და ასე შემდეგ. და აი სწორედ 1588 წელს აქ მოხდა ძალიან სერიოზული შეტაკება გორის ციხის თუ გავიხსენებთ, როდესაც ფაქტობრივად რამდენიმე თვიანმა ალყამ ფაქტობრივად უშედეგოდ დამთავრდა და აი 1588 წელს მანამდე სხვათა შორის ერთი გამოგრჩა 1582 წელს 82-დან 84 წლის ჩათვლით საქართველოში ილაშქრა კიდე ორმა ოსმალო მხედართმთავარმა ეს იყო სინამ-ფაშა რომელიც 82-ში ნიშნეს ოსმანის ადგილზე და იყო ოზდემიროღლუ ასევე ორივეს ლაშქრობები. აი სინამ-ფაშასთან მაგალითად სვიმონმა მოლაპარაკებები გამართა, იმიტომ რომ ძალიან დიდი ძალით მოვიდა და შეიძლება ითქვას რომ წარმატებას მიაღწია ჩვენ წინააღმდეგაც და ზოგადად ამ ირან-ოსმალეთის ამ ომის ფარგლებში სინამ-ფაშაც სერიოზული მხედართმთავარი იყო ოზდემიროღლუც რა თქმა უნდა, მაგრამ სვიმონ პირველსა და სინამ-ფაშას შორის გაფორმდა 1588 წელს საზავო ხელშეკრულება, რომელშიც საუბარი იყო იმასთან დაკავშირებით, რომ სვიმონი უნდა ეღიარებინათ, ანუ სვიმონი ანტიოსმალურ მოძრაობებს შეწყვეტდა
სხვათა შორის მცდელობა იყო ანტიოსმალური კოალიციის ჩამოყალიბების, ოღონდ არა ევროპასთან, არამედ აღმოსავლეთში. უნდა გაერთიანებულიყვნენ ქართლი, კახეთი, ირანი და სახანურები რა, რომლებიც ოსმალეთს დამორჩილებულები იყვნენ, მაგრამ საიდუმლო მოლაპარაკებები. საიდუმლო, თუმცა სინაპაშას და ოზდემირ ოღლუს ლაშქრობებმა ეს ანტიოსმალური იმის ჩამოყალიბების მცდელობა ფაქტობრივად წყალში ჩაუყარა. აი, დასავლეთ საქართველოს შემოერთების საკითხზე რო ვისაუბროთ. აი აქ საკმაოდ უცნაური ისტორია არის, იმიტომ რომ წარმატება აქვს თავიდან, გამომდინარე მათი დაპირისპირებიდან, მან პრაქტიკულად იმერეთის სამხედროში ჩაიგდო, ჩათვალა რომ ეს უკვე გადაწყვეტილი საკითხი იყო, გამობრუნდა, შემდეგ კვლავ აღდგა და აქაც მე მაქვს რაღაცა ცნობები წაკითხული, რომ აი მის აი ამ თანმიმდევრულ მოქმედებაში და რისკიან გადაწყვეტილებაში აი იმ მავნე ჩვევა, როგორიც არის თრიაქით გატაცება. ძალიან ცუდად იმოქმედა და რაღაცა წარმატება ხელიდან გამოაცალა. კი, ზუსტად, აი როცა დასავლეთ საქართველოში მაგალითად კარგი, აი ესე იგი იმის შემოერთების იდეალური ნიადაგი იყო. ხა იქ მე რამდენად მოხდებოდა სამთავროების, მეთაურების დამორჩილება სვიმონთან ეს კიდე ცალკე საკითხია, მაგრამ აქ საუბარი არის იმერეთის მეფე ლევანზე, რომელიც ფაქტობრივად აჯანყებული ყავს ეს გურიელი, დადიანი. ისედაც ჩვენ ვიცით რა ეს დადიანთან დაკავშირებით ცნობი. ხა სვიმონ პირველი მათ წინააღმდეგ წავიდა მთელი ზარბაზნებით და თოფებით და ასე შემდეგ. და სვიმონის დამარცხება ზუსტად დასავლეთ საქართველოში სწორად აღნიშნეთ, ეს არის მისი მოუთმენლობისა და მისი გარკვეულწილად ალბათ არასახგონებაზე მიღებული გადაწყვეტილებების. იმიტომ რომ გასაგებია, ერეკლე მეურიც ეგეთი იყო ხოლმე, ხა ზოგჯერ არ ელოდებოდა არავის და შეواردებოდა და იწყებოდა ხოლმე ხოცვა-ჟლეტა, მაგრამ ხა სვიმონთან შემთხვევაში, როცა იცი რომ სხვა ქართული მხედრობაც უნდა მოვიდეს და იქნებ დალოდებას ჯობს, იმიტომ რომ თავადაზნაურები მისასვლელები იყვნენ. ეხლა აქ ორი ბრძოლა მოხდა რა, იმასთან დასავლეთ საქართველოში და ფაქტობრივად ორივე ბრძოლა თან ეს ახლა რა პერიოდია. კიდევ ამას ვამბობ, ეს არის შიდა დაპირისპირებები იმ დროს, როცა საქართველოს წინააღმდეგ ჯერ არ არის დამთავრებული ფაქტობრივად ირან-ოსმალეთის ომები. ირან-ოსმალეთის მეორე ომი დამთავრდა 1590-ში. როცა გაფორმდა სტამბოლის ზავი და ამ სტამბოლის ზავით მე აი წეგან ვამბობდი ერთი იმის თქმა მინდა სვიმონი რომ დაუზავდა ოსმალებს რა პირობა იყო მან დადებული პირველი სანამ აი ეს დასავლეთ საქართველოს ამბები მოხდებოდა უსათუოდ სვიმონი რომ ჩაბმულიყო აუცილებლად უნდა გაეჩერებინა ოსმალებთან ტრული დამოკიდებულება და 1588 წელს გაფორმდა მათ შორის ხელშეკრულება რომლის თანახმადაც სვიმონს ოსმალეთი აღიარებდა ქართლის მეფედ ქრისტიანობას შეუნარჩუნებდა და სვიმონი იქ რომ დარჩებოდა ქართლის მეფედ ოსმალები იმის უფლებას მისცემდნენ რომ მის შემდეგ მის მემკვიდრეებს გაეგზელებინათ ტახტზე ისინი ასულიყვნენ შესაბამისად შეთანხმებას მიაღწიეს და მე მეცაც ვიტყვი სვიმონ პირველმა იდეალური პირობებით გამოიყვანა თავისი თავი ამ დაპირისპირებიდან. მიუხედავად იმისა, რომ ოსმალებმა ეს ომი მოიგეს 1590-ში სტამბოლის ზავით ფაქტობრივად აღდგა ამასიის ზავის პირობები, ამასიის ზავი რამდენჯერმე გადაიხედა. 1555-ში ხო გაფორმდა, 1590-ში უკვე გადაიხედა, თან ახლა 1590-ში უკვე ირანში შაჰ-აბას პირველია 1587 წლიდან, რომელიც გადატრიალებით მოვიდა ხელისუფლების. ეწება ირანული და იწყება უკვე ირანული ეგრეთ წოდებული შურისძიება, ასე დავარქვათ, იმიტომ რომ ეს შაჰ-აბას პირველის პერიოდში ყველა ის ომი, რომელიც 78-90 ყველა ის დაპირისპირება და ის წარუმატებლობა, რომელიც ირანმა განიცადა ამ ადამიანის პერიოდში უკვე შემოტრიალდა ახლო აღმოსავლეთში ისტორია. აქამდე თუ ყველა ოსმალეთის იმპერიას უყურებდა როგორც ერთ-ერთ საშიშ ძალად, ეხლა უკვე ყველა უყურებს შაჰ-აბას. და განსაკუთრებით რაც მე-16 საუკუნეში მაგალითად კახეთმა დიპლომატიით მოახერხა ირანისგან თავის დაღწევა, აი მე-17 საუკუნეში უკვე აღარ გამოდის ეს დიპლომატია, იმიტომ რომ ეს ადამიანი პირდაპირ მოდის დაპყრობით, პირდაპირ მოდის სხვა პოლიტიკა და სხვა ხედვა. საკუთარ რამდენი ხო რა შეიძლება ითქვას რომ მის პერიოდში აი 1614 1616 და სულ სხვა პოლიტიკით წამოვიდა უკვე დემოგრაფიული სურათის შეცვლა უნდა რა თქმა უნდა საერთოდ საქართველოს ჭირდება ოღონდ არაქართველებით დასახლებული და რა შეიძლება სახელიც გადაერქვა თავის ტყუაში და ყველა ან ირანი ან ირანისტანი ან გურჯისტანი ყოფილიყო პირდაპირ რასაც ისინი ეძახდნენ და აი სწორედ რისი თქმა მინდა სხვათა შორის ერთი საკითხი დაუთ ხანთან დაკავშირებით რა კიდე
კიდე. აი მაგალითად ეს დაუთხანი რო არ ნებდება ამ სვიმონ პირველს, ეხლა დაუთხანი ხო გადავიდა ოსმალების მხარეს. დაუთხანსა და სვიმონს შორის კიდევ ერთი შეტაკება მოხდა ხატისოფელთან. აი ხატისოფელთან შეხვდნენ ისინი ერთმანეთს, სადაც სვიმონმა სხვათა შორის მიუხედავად მისი მცირე რიცხოვანი არმიის 4000 კაცამდე ყავდა იქ მიყვანილი რა ფაქტობრივად. ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა მაშინაც დაუთხანის წინააღმდეგ და დაუთხანის წარუმატებლობა ეს იგივე ოსმალების წარუმატებლობა იყო იმ პერიოდში. ასე რომ კავკასიაში ოსმალები მაინდამაინც ვერ აღწევენ წარმატებას, კი იმ სამცხეს იტოვებენ და ახალციხე ცენტრი ხდება, თუმცა ქართლის ტერიტორია და აღმოსავლეთ საქართველო ოსმალეთის იმპერიის შემადგენლობაში ვერ რჩება. ეს არის სწორედ სვიმონის დამსახურება. რაც შეეხება დასავლეთ საქართველოში სვიმონის ასე ვთქვათ ფუნქციას, შეიძლებოდა თუ არა რომ მას გამარჯვებისთვის მიაღწია, რა თქმა უნდა შეიძლებოდა, იმიტომ რომ ყველაზე იდეალური ვარიანტი იყო. ერთი საკითხია კიდე. პირველ შემთხვევაში იმერეთის მეფე თვითონ იბარებს ამ დადიანს და გურიელს, მაგრამ რა ხდება, ეგენი ერთმანეთთან იყვნენ დაპირისპირებულები და ერთმანეთის ჯინაზე მეფესთან არ გამოცხადდნენ. რამაც გამოიწვია ლევანის დამარცხება სვიმონთან. მეორე შემთხვევაში მაგალითად აქ უკვე თვითონ სვიმონის შეცდომა იყო, იმიტომ რომ აქ შევარდა ისე რომ არ ყავდა მთელი ძალები მობილიზებული. მთელი ძალები და მეორე იქ იდეალური ნიადაგი იყო. იქ ყველა ერთმანეთს ებრძოდა იმ მომენტისთვის. იქ შეიძლება ითქვას იმერეთის ტახტისთვის მიდიოდა ძალიან დიდი დაპირისპირება. და ყველაზე აი ესე ვთქვათ ტრაგიკული ციფრი აი სვიმონის ამ პერიოდში არის უკვე 1599 წელი არის, იმიტომ რომ ნახიდურთან და მისი მივადგეთ ახლა ბოლოდ დასვით თემას, სადაც აი ძალიან უცნაურია რომ მამას და შვილს ესეთი რაღაცა ძალიან უცნაური საკრალური უიღბლობა დასჭირდათ, როგორც არის ცხენის მიერ გაწირული მამა და შვილი, ანუ ლუარსაბძეს ესეთივე ეცნობა, რომ რა ვიცი, ორმოში ფეხი ჩაუვარდა ცხენს და მის ქვეშ მოყვა და შემდეგ კი დაჭრეს. აქ ამ შემთხვევაში, პირველ შემთხვევაშიც, როცა ყორღანაშვილის დახმარებით დაიჭირეს, ასევე ცხენიდან ჩამოვიდა, ცხენმა ისე უმტყულა და შუბიო აღკრესო, ეს შუბი აღკრესო რა, ასეთი ის იყო და როდესაც ეს შუბი აღკრესო, შესაბამისად მეფე ცხენიდან გადმოვარდა იმ შემთხვევაში და მეორე შემთხვევაში უკვე უშუალოდ იყო აი ეს ტალახიანი რაღაც ისეთი ორმო, რომელშიც აი ასევე ამ ცხენმა ისევ გადააგდო და თან კიდე თულიშვილი არ ვიცი ეს ცნობა რამდენად ზუსტია, მაგრამ ვიწროფში გადიოდა თულიშვილიო მაო გვერდი რახან ახლოს ჩაუარა ცხენმა გადაიწია, გადავარდა იქ ტალახში ჩადგება და გადავარდა საერთოდ და მეფე შეიპყრეს. ანუ ეს ცხენისგან გაწირული აი მამაშვილი რაღაცა ძალიან უცნაური წყევლა თითქოს შეიძლება ასე ითქვას, ესეთი უიღბლო წყევლა ორივე მამაშვილს შეემთხვა და შეიპყრეს ჩვენი სახელოვანი მეფე და აი აქ ახლა ერთი მომენტი მტერი აფასებს მის განსაკუთრებულობას. ლომივით იბრძოლა, ძალიან მაგრად იბრძოლა, როგორც ზეიმით აღნიშნეს მისი დაპატიმრება. რაღაცა რამოდენიმე დღე გაგრძელდაო, ეს რამდენად 3 დღე გაგრძელდაო. და მისი გარდაცვალებაც როგორც მტერს ერგება რაღაცა ხელოვანდეს, ანუ გლობალურად იყო გამორჩეული. კი, რა თქმა უნდა, სხვათა შორის ძალიან დიდი პატივით მიიღეს, იმიტომ რომ ჯერ ერთი თავდაპირველად როცა სვიმონი ნახიდურთან დაატყვევეს 1599 წელს არა, აქ მოხდა აი როგორც ჩვენ ვთქვით ტრაგიკული ამბავი, იქ თვითონ მეფის უკან დახევის პერიოდი იყო, როცა სვიმონი უკან იხევდა, ზუსტად მაგ დროს მოხდა სწორედ მისი ცხენის ტალახში ჩაფლობა, მისი ან შეიძლება გადმოვარდნა და უბრალოდ ტალახში ჩავა. შეიძლება საერთოდ წვიმიანი პერიოდი იყო ეგ და იმიტომაც იქ იყო ასეთი შექმნილი. ფაქტი ერთია, რომ ოსმალებმა დაატყვევეს, როგორც ჩანს, მისი ცოცხლა დაყვანა უფრო ისეთი მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე ბრძოლის ველზე სიკვდი მისი მოკლა, იმიტომ რომ ალბათ შეიძლება მხედართ მთავრობასაც რაღაც უნდოდა რომ ცოცხლად შეეპყროთ ის პიროვნება, რომელმაც სისხლი გაუშრო საქართველოს ტერიტორიაზე ამ ოსმალურ და სპარსულ გარნიზონებს და თან რაც მთავარია, სვიმონი ამ პერიოდში ამ ირანისთვის მტრად არ არის მიჩნეული მაინდამაინც, იმიტომ რომ ოსმალებს ებრძვის და რამდენადაც მეჯერ დაამარცხებს სვიმონი კავკასიაში ოსმალებს, მით უკეთესი იქნებოდა სპარსელებისთვის, ხო? მაგრამ ამ დროს ომი არ არსებობს არც ოსმალეთს შორის, არც ირანს შორის, შეწყვეტილია სტამბოლის ზავით.
და როცა სვიმონი დაატყვევეს, ის წაიყვანეს კონსტანტინოპოლში, ახლანდელ სტამბოლში და გამოკეტეს იედიყულეს ციხეში. იედიყულეს ციხე 1458 წელს არის აშენებული კონსტანტინოპოლის აღებიდან 5 წლის შემდეგ და ეს ციხე სიმაგრე ნიშნავს იედიყულე, ანუ 7 კოშკიანი ციხე ასე იწოდება, თურქული და რო გადმოვთარგმნოთ და ამ ციხეში ათავსებდნენ ისეთ სერიოზულ ტყვეებს, აი მაგალითად მე-18-მე-19 საუკუნეებში სულ რუსები სტუმრობდნენ ხოლმე მაგ ციხეს, ხო, ისეთი რუსიელჩები უფრო სწორად. სანამ ესე იგი ეს რუსეთ-თურქეთის ომები სანამ რო დაიწყებოდა ხოლმე ეს რუსიელჩები სულ ყველანი გამწესებულები იყვნენ ამ იედიყულეს ციხეში. ერთ-ერთი ყველაზე პირქუში ციხეა ოსმალეთის იმპერიაში. 1622 წელს სულტანი ოსმან მეორე რო დაამხეს, თვითონ ოსმალებმა გადატრიალება მოხდა ძალიან სერიოზული, სხვათა შორის ამ გადატრიალებას ქართული წარმოშობის ვეზირით შეეწინააღმდეგა აბაზა მეჰმედ-ფაშა ანაფხაზი, ან დასავლეთ საქართველოსდან ზოგადად აბაზა, აფხაზთა სამეფოდ ხო დასავლეთი მოიხსენიებოდა, თუმცა მე უფრო იმ ვერსიას ვემხრობი, რომ წარმოშობითიც აფხაზი უნდა ყოფილიყო, აბაზა მეჰმედ-ფაშა ისე შეეწინააღმდეგა, აჯანყებაც კი მოაწყო, რაც ქვია სულტანს ხელი ახლეთ. და ეს სულტანიც იედიყულეს ციხეში მოკლეს თვითონ ოსმალებმა. ეს ის ციხეა, სადაც არაერთი უფლისწულის მკვლელობა, არაერთი სულტნის მკვლელობა, ხო? არა, სულტანი ერთი, ოსმან მეორე თვითონ. ანუ ბასტილიის ციხესავით არის. ბასტილიის, ანუ იქ პატიმრობა პატივიცროა რაღაცა. რა თქმა უნდა, ბასტილიის ციხე ის იყო დესპოტიზმისა და ტირანიის სიმბოლო იყო და აბსოლუტიზმის და ამ შემთხვევაში იედიყულეს ციხეც იყო ყველაზე პირქუში ციხე ამათთვის, იმიტომ რომ იქ თუ მოხვდები, ახლა იქ ისეთი დამნაშავეები დაუსჯიათ, მათ შორის სულტანი უჯიათ ხო გადატრიალებით და სვიმონიც როგორც ვიცით იქ წაიყვანეს და 1611 წელს ჩვენი სახელოვანი მეფე სწორედ იედიყულეს ციხეში გარდაიცვალა. თუმცა სადა მისმა ძმამ კი რა თქმა უნდა სადა კიდეც და იქ სახელოვანი ქალბატონიც კი გაიგზავნა ელჩად მე რომელიც ვალიდე სულტანს შეხვდა რა გულჩარა ბატონიშვილი ჩადის იქ და მთელი დიპლომატიური მოლაპარაკებებია რომ სვიმონი წამოეყვანათ. მე საერთოდ ერთი ცნობა გვაქვს ჩვენ აღმოსავლეთ ცოდნებს რამდენჯერმე განვიხილეთ კიდეც ჯერ აი შეიძლება ჩემ წიგნში შევიტანო ეგ ცნობა ჯერ არ ვიცი უბრალოდ რამდენად ვენდო აი რაღაცა ფიქრის პროცესში ვარ ამასთან დაკავშირებით. სავარაუდოდ თუ უფრო მეტი და მყარი არგუმენტები გამოჩნდება ამასთან დაკავშირებით, ძიება და კვლევა ჭირდება რა ამას და დამტკიცდება. იყო შემთხვევა რომ ეს ელჩები ჩავიდნენ კონსტანტინოპოლში, ნახეს კიდეც ეს სვიმონი. არის ვერსია რომ ის საპატიო ტყვედ იყო გამოყვანილი და თოფქაფის სასახლეში ადგილი ჰქონდა გამოყოფილი და როგორც საპატიო ტყვე იქ იმყოფებოდა, ოღონდ უკვე მოხუცი რა თქმა უნდა დაუძულურებული და არის ვერსია რომ უთხრეს რა რომ წამოდი. რაღაცნაირად მოვახერხოთ, იქნებ დავგეგმოთ აქედან შენი გაყვანა და თვითონ სვიმონმა რომელიც იყო ძალიან დაუძულურებული და ძალიან ისეთი დაბერებული, შეიძლება ავადაც იყო უკვე იმ პერიოდში, ამხელა გზის უკან გამოვლაზე და მე საქართველოში ჩამოვლაზე და კიდემის გამეფებაზე, ფაქტ შეიძლება ითქვას რესურსი ამოწურული ქონდა უკვე იმ პერიოდში და ალბათ უარიც უთხრა რომ უკან წამოსულიყო და 1611 წელს სწორედ იქ გარდაიცვალა კონსტანტინოპოლში, ოსმალეთის იმპერიის დედაქალაქ სტამბოლში და ტახტზე 1606 წლებში მოვიდა მისი მემკვიდრე გიორგი მეათე, უკვე რომელიც შემდგომ და გიორგი მეათის შემდეგ უკვე არის ლუარსაბ მეორე ბაგრატიონი, რომელიც ასევე იყო ძალიან ტრაგიკული პიროვნება და საერთოდ იმ პერიოდში უკვე წამებული მეფეების პერიოდი შეიძლება დავარქვათ იმ პერიოდს, იმიტომ რომ გმირი მეფეების პერიოდი სვიმონი დამთავრდა. ოღონდ გმირი როგორ რა კუთხით, აი მებრძოლი გმირი მეფეების და იქით უკვე პერიოდში იწყება ისეთი მეფეების პერიოდი, რომლებმაც ფაქტობრივად რომლებსაც ბერკეტიც აღარ ქონდათ იმისთვის რომ რაღაცა გაიგრძელოს. ანუ ჩვენი ისტორიის თხრობა მუსიკალურ ჟანრს იცვლის. იმიტომ რომ აქ თუ რაჰმანინოვის რაღაცა ბობოქარი ისტორია ხა გადავდივართ უფრო რაღაცა ტრაგიკულ იცვლება ეტაპი იცვლება ტრაგიკულ ეტაპზე და ჩვენ შემდეგ ეპიზოდში აუცილებლად განვიხილავთ უკვე აი ამ უმძიმეს ისტორიას გიორგი სააკაძეს შევეხებით. აი მე დავარქმევდი ამას გიორგი სააკაძის ეპოქა. მიუხედავად იმისა, რომ მეფე არ ყოფილა, მან ეპოქა შექმნა რაღაც კუთხით, ხო დადებითი თუ არ ყოფითი ეს უკვე ჩვენ ვისაუბროთ. ხალხს დიდად არ უყვარს რატომღაც ჩარჩენილი აქვს გიორგი სააკაძეზე რაღაცა ძველი მითები, რომლებიც ამ ადამიანს რაღაც საოცარ იმად აღწევს. ხო, ცხადია კინემატოგრაფია
ბიოგრაფიის ძალიან დიდ გავლენას ახდენს. სტალინის დაკვეთითაც გადაიღეს ორი ფილმი, რომელიც ერთი დაიწუნეს და მეორე ჩვენ წინაშეა დღესაც შეგვიძლია ვნახოთ, უბრალოდ აი რომელიც დაიწუნეს, ეს დაწუნებული ხილის ნახვა ძალიან ყველას გვაინტერესებს, მაგრამ სამწუხაროდ არც შეიძლება სადმე არის და მოიძებნოს, მაგრამ ნახვა ძალიან საინტერესო იქნებოდა. რატომღაც სტალინის პერიოდში ძალიან დაწინაურდა ეს მისიის, ალბათ რატომღაც ეს თავის თავთანაც ხო აქ ეს მაგალითად მანაც ხო გაწირა შვილი იაკობზე მაგ საუბარი არა და სხვა ანუ ეს კიდე რატო ეს და ძალიან ბევრი ადამიანი სხვათა შორის იმასაც ხედა რა მაგარი საქციელი გააკეთა და აი როგორ გაწირა ეს ჩვეულებრივი ის არის როგორ თქვა არანაირად საამაყო საქციელი არ არის არც ერთის მხრიდან და არც მეორის მხრიდან. აი ამას ზუსტად ჩვენ როდესაც გიორგი სააკაძეზე ვილაპარაკებთ, დავსვათ შეკითხვებს. ამავე შეკითხვებს ჩვენ აქ გავცეთ პასუხი, დანარჩენ შეკითხვებს უკვე საზოგადოებამ რამდენი ადამიანის არსებობს, იმდენი აზრია გიორგი სააკაძეზე, ხო? მე როგორც აღმოსავლეთმცოდნეს მაქვს ჩემი მიმართულება, ჩემი მოსაზრება გიორგისთან დაკავშირებით, შეიძლება ბევრს არ მოეწონოს, მაგრამ ეს მოსაზრება არის და ამას არსებობის უფლება აქვს, რა თქმა უნდა და მე მინდოდა რა ლიტერატურაც ერთ რაღაც რეკომენდაციის სახით აი თუ ვინმეს მაგალითად ლალა მუსტაფა-ფაშას საქართველოს შესახებ სხვა შორის ლალა მუსტაფა-ფაშას ჰქონდა თავის ვაყუფნამეები და ვაყუფი არის იგივე საქველმოქმედო ფონდები და არის აქ ფაქტობრივად ვაყუფი ორი ვაყუფი გვაქვს ჩვენ ამ ლალა მუსტაფას ერთი არის სამი უпростоრად 1563 წლის ვაყუფნამეს ანუსხა არის რომელშიც აქ აღწერილი არის ეს მისი ლაშქრობების პერიოდი არა ეს აღწერა იმ ტერიტორიების მერე არის ამავე წლის ბენუსხა და არის ლალა მუსტაფა-ფაშას 1579 წლის ვაყუფნამე არის ასეთი წიგნი ლალა მუსტაფა-ფაშას ვაყუფნამეები საქართველოს შესახებ რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა მირიან მახარაძემ და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორმა ზაზა შაშიკაძემ გამოსცეს და ამ წიგნს თავში ახლავს აი მე-15 უფრო ადრეც მე-14 საუკუნეებში ქართულ-ოსმალური ურთიერთობების ძალიან სერიოზული ის არის რა ქვია მიმოხილვა და თუ გაეცნობიან და კიდევ ერთი ეს არის სხვათა შორის ეხლა გამოვიდა ქართლის ცხოვრების მესამე ტომი რომელსაც ელოდებოდა ქართველ ისტორიკოსთა მათ შორის მე ძალიან დიდი ხანი იმიტომ რომ მოგეხსენებათ რომ ტექსტი დაკარგული იყო თუმცა ეს ცალკე გამოცემული ცხოვრება საქართველოსი ანუ ცხოვრება საქართველოისა ასე ვთქვათ რომელიც არის პარიზის ქრონიკა აღწერს მოვლენებს იწყება 1313 წლით და მერე მე-17 საუკუნის ბოლომდე ჩამოდის. ეს არის ფაქტობრივად პარიზის ქრონიკა, რომელიც იყო დაკარგული და საბოლოო ჯამში სულ პირველად მე-20 საუკუნის ბოლოს თუ სწორად მახსოვს პირველი გამოცემა მისი იყო 1980 წელი, როდესაც პარიზის ქრონიკა პირველად გამოიცა ქართულ ისტორიოგრაფიაში. ეს არის საქართველოს ისტორიის წყაროების გამოცემა რო იყო ხოლმე ძველად პაპუნა-ურბენელი ცალკე გამოიცა, დავით აღმაშენებლის ცხოვრება ცალკე გამოსცა ქალბატონმა მზექანა შანიძემ რომელმაც იდეალურად დაამუშავა ის ტექსტი და პარიზის ქრონიკა რომელიც აი საქართველოს ისეთ მნიშვნელოვან მოვლენებს ეხება როგორიც არის აი რაზეც დღეს ჩვენ ვილაპარაკეთ სულ არის დათარიღებული აი გვერდზე თავისი თარიღებით ხო სიტყვაზე აი 1555 წელი 1558 57 აი ესეთი დათარიღებებით არის ფაქტობრივად წარმოდგენილი და მოსახერხებელია დიახ რასაკვირველია და ამას რო გაეცნობი ეს არის იდეალური წყარო და მეცაც გეტყვით ეს არის ქართლის ცხოვრების ნაწილი რომელიც არც ერთ ქართლის ცხოვრებაში ესე კონკრეტულად შედგენილ ტექსტში არ შეუტანია თუმცა ცალკე წარმოდგენილი არის ნამდვილად ეს წიგნი და რა თქმა უნდა არის კიდეც გაყიდვაში და ისტორიკოსებს რომლებსაც აი ამ პერიოდზე უწევთ მუშაობა შეუძლიათ ეს 1373 წლიდან იწყება ეს ქრონოლოგიური ტექსტი რა ვიცი ძალიან საინტერესო და მოსახერხებელია სხვათა შორის გიორგი სააკაძეზეც არის ძალიან საინტერესო ცნობები და როცა გიორგიზე ვისაუბრებთ ამას აუცილებლად მოვიტან და ასევე მოვიტან ფარსადან გორგიჯანიძის საქართველოს ცხოვრებას რომელიც ცალკეც არის გამოცემული და სულ ახლახანს აი ქართლის ცხოვრების მესამე ტომის პრეზენტაციისაცაც თქვენს რომ შეტანილია და აქედან ძალიან საინტერესო წყაროს გავეცნობით. კეთილი გიორგი ეს მომავალ კვირას დაგველოდოს მაყურებლებმა მოთმინებით აღიჭურვოს. იმიტომ რომ ჩვენ კიდევ კლიფჰენგერზე ვჩერდებით ჩვენი ისტორია მართლა დრამატულად არის დაწერილი ეს არის კარგი მწერალის მიერ შედგენილი ისტორია.
ქართლის ცხოვრება, რომელიც სხვადასხვა ავტორების მიერ არის დაწერილი და თან მით უმეტეს არ ვიცი, შეიძლება ამასაც დაერქვას, რომ ახლაც იწერება. ახლაც იწერება. ცოტა მწერალი აი ბოლო დროს ტრადიციერი არ არის. არა, იქ ძალიან საინტერესო გადასვლა გადმოსვლებია და აი ბოლო დროს აშკარად ისტორია ვინედოვნებ რომ ყველაფერს მაინც თავის აი ერთადერთი რაც არის ვინც რა არ უნდა გააკეთოს არა ისტორია მაინც თავის ადგილზე მიაჩენს აბსოლუტურად უყოლას და იქნებიან ისტორიკოსები რომლებსაც მაგალითად თეთრზე შავით ექნებათ დაწერილი რაღაც ამბები და ალბათ რაღაც ამბები შავზე თეთრით იმიტომ რომ ეს ამბები აუცილებლად გამოვა დღის სააშკარაოზე ხო ახლანდელი ისტორიაში ცოტა მეტი ალბათ ტრაგიკომედიის ჟანრი ვინმე თუ იმუშავებს ამ პერიოდზე და მოუნდება თან ყველაზე მარტივი ის არის რომ კარგი უმორის ნომა უნდა კონდეს ამაზე რო იმუშავდა ხო თან მით უმეტეს ეხა მე-16 საუკუნეზე პარიზის ქრონიკას გადაშლი წყაროს ნახავ წაიკითხავ ის შეადარებს სხვა წყაროს და ახლა უკვე როცა 21 საუკუნეა ხო აი ტელევიზიებისა და იმის საშუალებით რასაც ილაპარაკებ ის უკვე წყარო იქნება იმ ისტორიკოსისთვის ვინც ამ საკითხებს ჩაუჯდება ხო ეხა უკვე სხვა სპეციფიკა მადლობა გიორგი მადლობა თქვენ მოწვევისთვის მადლობა მაყურებლებო ყურადღებისთვის ჩვენ შევხვდებით მომავალ კვირას იგივე არხზე მომავალ შეხვედრამდე ნახვამდის